ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი სტუმარია ნიკა მელია, მე მგონი ერთი თვე არ ყოფილა ამ სტუდიაში და საინტერესოა ის თემები, რომელსაც დღეს ვისაუბრებთ, მით უმეტეს ამხელა პაუზის შემდეგ, არიან ამომრჩევლები, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები, რომლებსაც კითხვები აქვთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან. ეს კითხვები რასაკვირველია გვაქვთ ჩვენ, ჟურნალისტებსაც და საინტერესოა რა პასუხებს გასცემს დღეს ნიკა ამ კითხვებს და თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა დავიწყოთ გვარამიას პროცესით, ხვალ რა მოლოდინები გაქვს, ჯერ ამაზე ვისაუბროთ და შემდეგ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ თუ ისევ დარჩა ნიკა ციხეში. მადლობა. ეკა რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს კარგად ინფორმირებულ ადამიანს და ერთ-ერთ ასეთ ადამიანს მე ვფიქრობ რომ წარმოვადგენ ინფორმირებული ბიძინა ივანიშვილის მმართველობის თაობაზე, ისედაც სამართლიანი სასამართლოს პირობებში არაფერი არ წყდება, პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე ხა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ესეც ადვილად პროგნოზირებადია, თქვენ ისაუბრეთ და იგივე აზრზე ვარ მე, განაჭირდება ან აწყობს მას ნიკა გვარამია, გისოსებს მიღმა ხომ რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხვალ გაათავისუფლოს ნიკა, მე ვფიქრობ იმის გათვალისწინებით რომ ბიძინას მასთან აქვს პერსონალური დაპირისპირება, დიახაც აი ასეთი ქვეყანა არის ავტოკრატიული, სადაც პერსონალურ დაპირისპირებაში შევიდა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქვეყანა მიიტაცა, მხოლოდ იმიტომ ნიკა გვარამიასთან, რომ ის ამხელდა ბევრ საკითხში რეჟიმს. მოლოდინი არ არის ოპტიმისტური, თუმცა მოლოდინი მაქვს ოპტიმისტური ნამდვილად, რომ მივხვდათ იმისა, ხვალ რა მოხდება, ნიკა გვარამია დიდხანს არ გაჩერდება და ყველაზე თავი რაც მინდა ნაწილში ვთქვა. ჩვენთვის თავი ისევე როგორც ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლებისთვის არის რა, რომ პრიორიტეტების გადახედვა არ მოხდეს და ნიკა გვარამია გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ტყვეა, ნიკა გვარამია არჩევანი იყო რაციონალური, ამ ბრძოლაში შესულიყო თხემით ტერფამდე. არა იმიტომ, რომ თუნდაც სირთულეებით, თუნდაც გაჭირვებით, რაღაც საზოგადოების წნეხის ქვეშ, საერთაშორისო საზოგადოების წნეხის ქვეშ მოხდეს ნიკა გვარამიას გათავისუფლება და ცოტა ხანში იგივე ნიკა გვარამია, თუნდაც რამდენიმე კვირაში, რამდენიმე თვეში ახალი ტყვე იხილოს უკვე გარედან შიგნით, ხო? მნიშვნელოვანია მისთვის და ჩვენთვისაც, რომ ეს რეჟიმი, რომელიც პერიოდამდე ატყოვებს ადამიანებს, დამარცხდეს. მე მიმაჩნია სამწუხაროდ, რომ არც მიხეილ სააკაშვილი და არც ნიკა გვარამია ამ რეჟიმის ბოლო პოლიტიკური პარტნიორები ჯერ არ არიან და ისინი ეცდებიან კიდევ ერთხელ და ეს უკვე ალბათ კუდის მოქნევა იქნება, ვინაიდან მათ კაპიტალში მხოლოდ შეიარაღებაში დარჩათ ძალის დემონსტრირება, რომ საკუთარი ამორჩეველი გაამხნევოს. მაგრამ ამ ბრძოლაში ძალიან მინდა ვთქვა, ჩემი სურვილი იქნება რომ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ, ჩემი სურვილი იქნება რომ ერთმანეთი ოპტიმიზმით ავავსოთ და ერთმანეთი გავამხნევოთ და რწმენით შთავაგონოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ სწორად იქცევა ბიძინა ივანიშვილი, თუ კი ის ხედავს რომ პოლიტიკური ტყვეობის შემდეგ იქნება მიშა, იქნება ნიკა და ღმერთმა არქნას, მაგრამ ამას მაღალი ალბათობა რომ შემდეგშიც იყოს ხო სხვა ან რამდენიმე ადამიანი, ჩვენ შიგნით ის ადამიანები ოპოზიციურ პოლიტიკურ პლატფორმაზე დაუპირისპირდეთ, რომ აი ამდენი თვის განმავლობაში რატომ ვერ დავიხსენით ნიკა გვარამია, ამდენი თვის განმავლობაში რატომ ვერ დავიხსენით მიხეილ სააკაშვილი. კი, ტკივილია ჩემთვის მათ შორის, რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ გულწრფელები ვართ იქ, სადაც ვერ ყვევით რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როდესაც რუსული ტიპის ოლიგარქიული მმართველობა ხარდაჭერილი პუტინის მიმართ და მithქოს და გავიმეორებ თქვენს ეთერში, აი იმ ადამიანთა კატეგორიას საპატივისცემა მათ ვერ დავეთანხმები, რომლებიც ამბობენ სულ ცოტა ოდნავი მეტი აქტივობა და სულ ოდნავ მეტი ასე ვთქვათ ძალისხმევა და ტყვევს ჩვენ დავიხსნით. უმძიმესი ავტოკრატიული რეჟიმი არის და ეს ერთ დღეში არ ჩამოყალიბებულა. ყველაფერი ვიცით, მაგრამ აუცილებელია რომ მე მგონია კიდევ ის არის აუცილებელი ერთმანეთი ოპტიმიზმით ავავსოთ და დავსვათ კითხვები და ვიყოთ გულწრფელები ამ კითხვების და პასუხის გაცემისას, ხო?
სანამ უშუალოდ აქტივობაზე გადავიდოდეთ, მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო ორ საკითხზე. დღეს ყოველ შემთხვევაში აღქმა და აღქმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფაქტებიც ამაზე მეტყველებს, არ არის ოპოზიციური სპექტრი ისეთი აქტიური, როგორსაც მივეჩვიეთ ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეხლა ბევრის აზრია ეს, რომ ნიკა გვარამიას დაკავებამ, ის დააკავეს მაისში, მაისის შემდეგ ჩვენ ვნახეთ დიდი პროცესები ამ ქვეყანაში, მაგრამ იქ პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ ჩართულები, უფრო სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი იყო და რომ ნიკას დაკავებამ დაასუსტა ოპოზიციური სპექტრი. ფიქრობ თუ არა რომ ეს ასია? მართლა გულწრფელად მაინტერესებს. ფიქრობ თუ არა რომ ეს ასია, რომ ნიკას დაკავებამ გარკვეული გავლენა იქონია ოპოზიციის აქტიურობაზე, აქტიურობის შემცირებაზე? რა თქმა უნდა, ახლა როდის ყოფილვარ ყოველ შემთხვევაში ვიცია რომ გულწრფელი ყოფილიყავ, არა თუ გარკვეული გავლენა იქონია, მე ვფიქრობ დიდი გავლენა იქონია. რა თვალსაზრისით თქვენი აზრით? ნიკა გვარამია სულაც ამიტომ არის, ამ თვალსაზრისითაც კი, მაგრამ რა თვალსაზრისით იქონია, აი რას გაძლევდათ, რა მოგაკლოთ ნიკას ჩამოწვი რამდენიმე მთავარ მიზეზს ჩემი შეფასებით, რასთან გვაქვს საქმე და რატომ არის ის ნებათა ღელვა, პესიმიზმი, დეპრესიული გარემო, ხო? ნიკა გვარამია ეხა არის ჩემთვის გარდა იმისა თუ რა ურთიერთობა გვაკავშირებს ჩვენ ერთმანეთთან, ხო, ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე, რა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში, რა ბრძოლასაც ჩვენ ვეწევით, როდესაც იქიდან გიპირისპირდება ამოქოქილი მანქანა პროპაგანდისტული. მაგრამ ეხა ნიკა გვარამიას პატიმრობა განსაკუთრებით, ეს უნდა ვთქვა, დაემთხვა პირველად 10 წლის თავზე ეკა პერიოდს, როდესაც საარჩევნო წელიწადი არ არის. ეს აუხსნი ხარ რას გულისხმობ. 2012 წლიდან პირველი წელიწადია, როდესაც საარჩევნო პერიოდი არ არის და კალენდარით არც მომდევნო წელს არის არჩევნები. როდესაც არჩევნებია, როდესაც ბრძოლა უკვე ველზე კონკრეტული მიზნის გარშემო არის გაჩაღებული, ის პრობლემები, რაც თუნდაც მედია საშუალებებში არის, კრიტიკულ მედია საშუალებებს გულისხმობ, ოპოზიციურ პლატფორმაზე არის და ზოგადად ცხოვრებაშია, ხომ თავს ასე აშკარად არიჩენს, იმიტომ რომ ღვივდება რწმენა და იმედი, რომ რაღაცა ხელის გაწვენის მანძილზე არის გამარჯვება და ყველა ამ ფერხულში ვებნებით. პირველი შემთხვევაა, როდესაც ამასთან გვაქვს საქმე. მე არ დავასახელებ სახელდაგვარს, მაგრამ გუშინ წინ სხვა ტელეკომპანიაში იყო ერთი ყოფილი პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელმაც განაცხადა ოპოზიციის მიმართ, რომ იცით, თუ ოპოზიციურ ლიდერებს არ შეუძლიათ რისკის გაწევა, გმირობის ჩადენა, თავდადების აქტის განხორციელება, მაშინ თამას არ უნდა აწიონ, ვინაიდან ეს იწვევს ძალიან დიდ იმედგავსრულებას. დიახ, დავეთანხმებოდი პირველ ნაწილში რო ყოფილიყო ეს ადამიანი მართალი. რატო ვუთმობ ამას ამდენ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს ადამიანი ასევე აზრის ლიდერია და გიორგი მარგველაშვილზე ხო არა, ყოფილი პოლიტიკოსია, გიორგი მარგველაშვილს აღარ ხო, ყველა კარგად ვიცნობთ. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ეკა 2019 წლიდან მოყოლებული 2020-2021 მინიმუმ წელიწადში ერთხელ იყო ძალიან მძიმე კრიზისი ხელისუფლებისთვის, სადაც რახან ნაციონალურ მოძრაობას წარმოუდგენ, გაუბედავდა ნაციონალურ მოძრაობის პირველ რიგში სახელით ვისაუბრებდა, რა თქმა უნდა, აქვე ოპოზიციასაც ჩრდილს ვერ მივაყენებ, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები, აქტივისტები, ოჯახსტები ავანგარდში ვიყავით სხვებთან ერთად, ხო? რისკიც გავწიეთ. თავდადება. პირადადაც გასწიეთ, ციხეშიც იყავით. ამაზე არ არის პრობლემა. მოყვებით და კონკრეტულად თქვენ კითხვამდე მივალ. 2019 წლის 20 ივნისს ძალიან მოკლედ შევეხები. კი, მე მჯეროდა რომ ძალიან ახლოს ვიყავით ვადამდე საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ თუ სადმე იყო ერთობა საჭირო, მაშინ იქ იყო და ოპოზიციურ ველზე ეს არ აღმოჩნდა. არ შევეხები, არ შევალ დეტალებში რა და როგორ მოხდა. 2020 წლის შემდეგ, ახლა გუშინ წინ იყო დღეს სწორს 2 წლის წინ ზუსტად არჩევნები საპარლამენტო, ხო? მართლაც ზალადობის, შანტაჟის, მუქარის, ყველა ტიპის დანაშაული ჩაიდგინეს, გააყალბეს, ყველაფერი იკადრეს
და მეც ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი დანის რაიონში და ამომიგდო Facebook-ა იარაღით როგორ დარბოდნენ და უბნებს არბებდნენ, როგორ იტაცებდნენ ჩვენს კომისიის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ასე შემდეგ და კვლავ გამიგვირდა ეს ემოციები. დავიწყეთ საპროტესტო აქციები 1 ნოემბრიდან, ეკა. 1 ნოემბრიდან ეს თავისით არ მომხდარა, აბა წინ უძღოდა მუშაობა, როდესაც მთელი ოპოზიცია განსხვავებული ერთ სცენაზე ავიდიო, თქვით რომ საპარლამენტო ბოიკოტს უცხავდეთ არჩევნებს, მაგრამ მინდა გითხრათ, არა, 8 ნოემბერს 9 ნოემბერს ერთ-ერთ პოლიტიკოსმა ჩემის აზრით ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა. მოდი დავასახელოთ პირდაპირ რა მნიშვნელობა აქვს 1 ნოემბერს როდესაც ჩვენ დავიწყეთ უწყვეტი ანტისახელისუფლებო გამოსვლები და თელმა ოპოზიციურმა სპექტრმა იაკობ ხვიჩედო დაწყებული ელისაშვილი გაგრძელებოდა სხვები დამთავრებული თქვით რომ აქ არ შევალთ 8 ნოემბერს აქ როდესაც წყლის ჭავლი დაგვიპირისპირეს ხო მეორე აქცია იყო და ციკლი გრძელდებოდა წარმომუდგენელი ერთობა იყო მე მახსოვს ყოველდღე ვიკრიბებოდი ხო 9 ნოემბერს გავრცელდა განცხადება უნდა ვთქვა ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარის მიერ სრულიად წარმოუდგენელი არავისთან შეთანხმებული და საზოგადოებას მოუწოდა აქციების შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეთო რამაც ძალიან დიდი ბზარი გააჩინა ოპოზიციაში და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლობა აქ ადგილზე ამას რატო ყვები რა თემასთან დაკავშირებით ყვები თამას გვესაუბრებოდა და მოახერხა ის რომ რამდენიმე დეპუტატი შეიყვანა პარლამენტში და საპარლამენტო ბოიკოტი აი ასეთ ფორმატში ნარჩუნდებოდა. შემდეგ 2021 წელს, როდესაც მთელი ოპოზიცია ერთად ვიყავით და საარაკო სიგიჟე ჩაიდინა ივანიშვილმა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ასევე აალაპარაკა და მართლაც მე უხერხულება ჩემზე საუბრობ, მაგრამ რასაც ვაკვირდები ხა ნაციონალურ მოძრაობამ ყველასთან ერთად ბევრი გავიგეთ, მაგრამ ციხეში იმიტომ არ შევსულვარ, რომ ვიღაცას ვაჭრობა გაემართა, ეკა, ძალიან ახლოს ვიყავით, გაიხსენეთ ის მუხტი, ხო? რისთვის შევედი, იმიტომ კი არა, რომ ჩემზე გამოვეტირე და ოღონდ მელიე გამოვიდეს და რაღაცა წარმოუდგენელ 53%-იან ბარიერს მოვაწეროთ ხელი, არა? და სულ სხვა რეალობა დავხვდა. ამიტომ ახლა როცა ეკონომიკურად ქვეყანა და სახელმწიფო ივანიშვილმა გადაბუგა, იმიტომ რომ თუ კი სადმე ხა ბევრს საუბრობენ ერთობაზე, ურთიერთგაგებაზე. არცეთ აი ამ სამ შემთხვევაში ელემენტარული ხარისხის ერთობაც კი არ აქვს. ყოველთვის იპოვა ბიზინა ივანიშვილმა შიგნიდან ადამიანი, ვინც გატეხა ოპოზიციურ საზოგადოებრივ მოძრაობა. მიღებული მაქვს ეს გამოცდილება და მიღებული მაქვს. არ უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ახლა გავიგეთ ერთობის ქვეყანა აი გადავდა. ბიზინა ივანიშვილმა გადაბუგა ეკონომიკურად სახელმწიფო. დიახაც გათელა ღირსებად დიდწილად. გააკაცყლა სინდისი, მაწუხებში მოაქცია ყოფა, ხო? ადამიანებს სულ ეხუთება გაჭირვებით, მაგრამ ხო დარწმუნებული ხართ, ეკა? აი ხო დარწმუნებული ხართ რომ 1 ან 2 აი ან 3 ან ყველა ერთად პრობლემის ნაპერწკალიდან ძალიან მალე აალდება სერიოზული დემოკრატიული საპროტესტო ტალღა ისევ მეოთხე შემთხვევაში აი აქ უნდა მივიტანოთ სისტემისთვის და რეჟიმისთვის მომაკვდინებელი შეტევა ეხლა აი ეს ესკურსი მოკლედ ამიტომ გავაკეთე ნამდვილად ამიტომ გავაკეთე პრობლემა მე ვაღიარე პრობლემა არის დიახაც როდესაც თელიბერი არავის არ ვადადაშროლება არც მისაუბრია, მაგრამ იყო დიახაც, როდესაც თელიერი შექმნილი იყო და საპარლამენტო ძალიან ახლოს ვიყავით ვადამდე არჩევნებთან 2020 წელს. მაგრამ ეხლა შუაგულ საპარლამენტო ბოიკოტში, პოლიტიკურ ბოიკოტში, როდესაც შენი თანამებრძოლი გტოვებს და მიდის და ამით გენგრევა მთელი ის ნაშრომი, რომელიც ყველას ერთად ათასობით ადამიანს ქონია, იცით რა, მე კი ამწყინს ეკა პირადად და ჩემი კოლეგების სახელით ვამბობ, რომ ვიღაცა უსამართლოდ თუ მესვეს ტალახს, უნდა ავიტო დიდი პარტია ვართ, ჩვენი ჯვარია ეს, ჩვენი მისია, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ოპოზიციური პასუხისმგებლობისგან დისტანცირდეთ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან, არ გვაქვს ფუფუნება ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სუსტები და ასე შემდეგ. მაგრამ ნიკა, ჩვენ ამ გადაცემაში არ აგვაქვს ფუფუნება, არ ვიყოთ მკაფიო. მკაფიო, არა, საუბრობ კაფიო. მოდი, არა, მე დავსვავ ერთი წამი, მე უნდა დავსვავ. არ ვიყავი, მაგრამ პრაქტიკულად აქ ვიყავი. თუ შეიძლება ერთი პასაჟი მათქვევიეთ და აუცილებლად კითხვა პასუხით წავიდეთ ეს არ არის ესა იმიტომ რომ უფრო კაფიო გახდეს ჩვენი მაყურებლისთვისაც რაზე ვლაპარაკობთ კარგით მე როგორც მივხვდი თქვენი ეს დიდი მონოლოგი იყო იმასთან დაკავშირებული რომ ერთობაზე აღარ ლაპარაკობთ ეხლა თუ ეს სწორად მივხვდი დიახ მოგახსენეთ არა იმიტომ რომ
ერთობ ამ იმედი გაგიცხრუათ ძალიან ბევრმა თქვენმა პარტნიორმა? ანუ მე არ დამისვავს ეს შეკითხვა მე ჯერ არ დამისვავს, რასაკვირველია მე ამის დასმას ვაპირებდი, მაგრამ რადგან თქვენ დაიწყეთ, მაშინ ამ კითხვით დავიწყოთ. დღეს მაგალითად ამ სტუდიაში გასულ კვირას იყვნენ ზურა გირჩი-ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე და მათ თქვეს და საზოგადოების დაკვეთაც ასეთია და ხედვაც ასეთია, რომ ერთობის გარეშე შეუძლებელია ამ რეჟიმს დაუპირისპირდეთ. მე უნდა დამესვა ეს კითხვა ამ ერთობაზე, მაგრამ მგონია რომ პასუხი უკვე მივიღე ეს პასუხი, იმიტომ რომ ხო, მოდი, მაშინ ხო, კაფიოდ, ანუ თქვენ თქვით რომ წარუმატებლობა, მე ესე აღვიქვი ეს თქვენი გამოსვლა, რომ რაც აქამდე რამაც რაღაცა შანსები ხელიდან, რის გამოც შანსები ხელიდან გაგვისყდა, იყო თქვენი პარტნიორების არათანამიმდევრულობის შედეგი? ამაში თქვენ პარტნიორებს მოდი კაფიოდ ვილაპარაკოთ, მაშინ ვიზე ვლაპარაკოთ. ეს ხო არ ეხება ყველა პარტნიორს, ხო? ერთად დაიფაროს, მაგრამ არ ეხება პრობლემას, რომელიც წარმოჩენდა. ზურა ჯაფარიძეს ეხება, ელენე ხოშტარიას ეხება, გიორგი ვაშაძეს ეხება, ვიც ერთობაზე ლაპარაკობდა. აუცილებლად. ეს ხო არ ეხება ეს პრობლემა ხო არ ეხება ვითარებას, როდესაც რაღაცა კამერულ რეალობაში ხარ და სადღაცა გადაწყვეტილებას შეცვლის ადამიანი და სხვა გესაიგებს. როცა შუაგულ ბრძოლის ველზე ხარ და თითქმის მოპოვებულ გამარჯვებას ვიღაცა ხელიდან გაგაგდები, არ ვიცი, ალბათ არ გამომწყუნება და არც მე და ნაცნობრობას რომ ფრთხილები ვართ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ ძალიან მალე, ძალიან ჯერ შევკითხოთ რატო ხარ დაწუნებული. გარკვეულწილად არათუ ვარაუდობ, არამედ ვფლობ, რომ ძალიან მალე იქნება საკითხი, რომელიც კატალიზატორის როლს შეასრულებს და იქნება მნიშვნელოვანი საკითხი, ან ერთი, ან ორი, ან სამი, სადაც ჩვენ მართლა მოგვიწევს, მართლაც აქ დავითანხმები, იქნება ხედავთ თუ იცით, ვემზადები. არა, გძნობთ, ხედავთ თუ იცით, რომ იქნება. ვიცით, გძნობთ და ხედავთ კიდევ სამი ერთად. არა, ეს გძნობა სხვა რაღაცა. ანუ სხვადასხვა საკითხებს ეხება და ვინ არის, რომელიღაცა ერთი, ეკა იქნება, არა, მოიცა, ამიტომ რამდენიმე ჩამოთვალეთ, ხო? მოდი, პირდაპირ, მოდი ერთი მოდი კითხვა-პასუხის რეჟიმში. მაშინ მითხარით, ანუ მე ეხა ეს შესავალი იყო იმისთვის, რომ თქვენ თქვათ, რომ არ ვაპირებთ ერთობის შექმნას, რადგან ჩვენმა არა, მე ესეთი შთაბეჭდილება დავშვა, მაშინ გამიფართეთ ეს შთაბეჭდილება. რამდენად მნიშვნელოვანი არის ოპტიმიზმის ფრქვევას, რამდენად მნიშვნელოვანია მიუხედავად დიდი წნეხისა, რომლის ქვეშ არის მთელი ქართული საზოგადოება, ერთმანეთს გაუთხოთ. ამის დემონსტრირებას მოდი, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს ამ და თქვენს ამომრჩეველს. აპირებთ თუ არა გაერთიანებას ოპოზიციასთან, მაშინ და ესე დაგისვავთ კითხვას. ამ გამოცდილების საფუძველზე ვისთან აპირებთ და წარსულის გამოცდილების საფუძველზე ვისთან არ აპირებთ, რადგან არენდობით? არა, ერთი დობის დეფიციტი ჩამოყალიბდა ნამდვილად. დობის დეფიციტი ჩამოყალიბდა, თან თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელმაც ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი შესაძლოა წყენა უნდა გადადვაკ, წყენაზე არ არის საუბარი პოლიტიკაში, პოლიტიკოს წყენა არ უნდა გაყოს, სხვაგვარად ეროვნული ინტერესი ან ის თავარი, რასაც ემსახურები, მიუწეველი იქნება, მაგრამ ახლა როდესაც ოთხკედელში გამოკეტილი ხარ და რისთვისაც იბრძოდი, იმის საწინააღმდეგოს გააკეთებს ადამიანი და მე მთელ პარტიას ნაცნობრობა ძალიან ძიმედ მდგომარეობაში ჩააგდებს, გააჩნდა დიახაც ეს უდობობის ხარისხი, რბილად თქვა, ძალიან დაქვეითდა. რისთვის ვერთიანდებით, ახლა ბოლო დღეებში რაც საუბარი, მოდით ამაზე ჩამოვყალიბდეთ, ხო? თუ ჩვენ საუბრობთ თანამშრომლობაზე. არა, მე გესვით კითხვა, ვის ენდობით ძველი პარტნიორებთან და ვის არ ენდობით? ჩვენ ვენდობით ყველა იმ ადამიანს, ვინც სახელები და გვარები აქვთ, ნიკა, ეხლა მაშინ მითხარით, ვის ენდობით? ყველა იმ ადამიანს პირდაპირ გეუბნებით, ვინც გულწრფელად არის მზად იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ. და ვიტრო, არა, ეს ხო ჩვენ ვიცით, ვინ არის და ვინ არ არის რა. მე არ ვიცი. ეკა, მოდი გაერთიანებაზე ვკითხოთ. რისთვის ვერთიანდებით? თქვენ ბევრი ისაუბროთ ბოლო კვირების განმავლობაში ამაზე. ვისთვის ვერთიანდებით? რა მისიისთვის ვერთიანდებით? თუ ვერთიანდებით, რატო არის საუბარი მხოლოდ 4 პარტიაზე? ჩვენ თანამშრომლობთ და ვითანამშრომლობთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომ მოვიპოვოთ ერთი თავისუფალი ტიპის სამართლიანი არჩევნების შესაბამისი გარემო, დავასრულოთ პოლიტპატიმრობის ერა ამ ქვეყანაში და შევცვალოთ რეჟიმი, ხო? და თუ ჩვენ ამისთვის გვაპირებთ ამ საკითხების გარშემო
გაერთიანებას ჯერ ერთიც უნდა მითხრა და ვიცოდე რა საპირებდა არ უნდა მესმოდეს ეს ეკაკვესიტას გადაცემიდან ან ნებისმიერ სხვა ტელეკომპანიის გადაცემიდან რაც ნუ არ არის თავარი პრობლემა მაგრამ რატომ 85 პარტიას როდესაც არსებობს სხვა ბევრი პარტიაც ასევე ბევრი მაგალითად გეუბნებით ეხლა მაგალითად თუ ჩვენ ვიბრძვით არჩევნების მოპოვებისთვის რატომ არ უნდა ვესაუბროთ პირობითად ესა შალვანათელაშვილს აი პირობითად გეუბნებით ხო იმიტომ რომ ეხლა ბოლო დღემა რა გამოიწვია ნაცვლად კონსოლიდაციისა ეხლა ხო აკვირდებით თქვენს კონფრონტაცია გამოიწვია კონფრონტაცია გამოიწვია ვინაიდან თამარი მოდი ასე დავსაცაკითხე ამ სამმა ადამიანმა თქვა რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ბევრი ერთმანეთში კი ბატონო და ხოლმე მივესალმები ჩვენ რაღაცა შევთანხმდით რაღაცა რისთვის და რის გარშემო ვერთიანდებით ხო და რის გარშემო ვერთიანდებით ეს არ არის კაფეო რატო არ არის კაფე ვერთიანდებით ეხლა თუ რაღაცა ერთი ნომრით არჩევნებზე ასპარეზობა საერთო სია პრემიერ-მინისტრობის გამოკვეთა და რაღაცა კი მოვა დრო როდესაც ამაზე შეიძლება ისაუბრომ რა დღეს როდესაც ჰორიზონტზეც არჩევს ეს ყველაფერი იმაზეც ვერ ჩამოვყალიბდით ვადამდელი არჩევნები რამდენს უნდა და რამდენს არ უნდა და ჩემთვის გასაოცრად ამაზე ამდენი სამუშაო თუ დაგჭირდებოდა ნამდვილად არ მეგონა რის გარშემო არა ეკა რის გარშემო მასე მე დაგიზა ერთიანობა მოდი თეორიულად თქვა ერთიანობა არის მნიშვნელოვანი ერთიანობა არის მნიშვნელოვანი ერთიანად ბრძოლა გასაგებია ყველასთან თქვენ ხო თქვით რომ ყველასთან არ შემიძლია ერთიანობაო ხო კი მაგრამ იმ ადამიანებთან ვინც მზად არის და ვიცით რომ ბრძოლაში მათთან ერთად წაისვლა ასეთი მადლობა ბევრი არის თუ არა ელენე ხოშტარი ასეთი რა თქმა უნდა არის ხო არის თუ არა ზურა ასეთი რა თქმა უნდა არის თუ არა გიორგი ვაჟაძე ასეთი რა თავაზობენ არც ერთის და არც მეორეს და არც მესამეdes ეკა ერთი თუ დამასწრებელი მაშინ სამივეს მოვიყვანთ თქვენც მოდით და აქ ვილაპარაკოთ რას გთავაზობენ გურა ჯაფარიძე მე ვნახე ბაკურიანში შემთხვევით სადაც გადაველაპარაკეთ ერთ-ერთი ადამიანი და პატივისცემა მას ხო ერთ-ერთი ადამიანი ნიკა გვარამეს სასამართლო პროცესი რომ მიმდინარეობდა სასამართლო ეზოში ესაუბრებოდა ანუ სხვა ტიპის საუბარი ხა პანაშვიძე თუ შეხვდება და გადაელაპარაკები სადაც წეს დაარტყა და მისვალებულს პატივს მიაგებ ეს თუ არის სერიოზული პოლიტიკური საუბარი ნუ არ არის ეს სერიოზული პოლიტიკური საუბარი ზურას თქვენთან არასდროს არ ვლაპარაკია ამ თვეების განმავლობაში არასდროს არ კარგით მე მივხვდი რომ ოპოზიციასთან ერთობა არ გინდათ ეს არის ამ კითხვაზე რის გარშემო ეკა რის გარშემო ჯერჯერობით თქვენ არ ახართ ევროპული იდეის პროდასავლური ევროპული პროდასავლური ოპოზიციური გაერთიანება მაშინ ნაციონალურ მოძრაობამ მზად ერთობისთვის ეს თქვით მაგრამ მე ვხედავ რომ ახლა არა თანამშრომლობას სხვა დატვირთვა აქვს როდესაც ბრძოლა შემიდიხარ და როდესაც მეუბნება რომ მოდი ხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შევარჩიოთ და საარჩევნო სიაზე ჩამოყალიბდი და ამაზე არ მოწონთ აბსოლუტურად არარაციონალურია არ მოგწონთ არც ერთობა არ მოგწონთ ამაზე არ მოგწონთ აბსოლუტურად არარაციონალურია მით უფრო მაშინ ნაციონალურ მოძრაობაზე ვილაპარაკოთ არა მით უფრო როდესაც სიამოვნებით ეკა მით უფრო როდესაც რა პრინციპით ირჩევა ხუთი პოლიტიკური პარტია პირდაპირ გეუბნები აი სამი პოლიტიკური პარტია ხომ არის ეკა სამი პოლიტიკური ირჩევა რომ ისინი თანხმდებიან თავარ ღირებულებებზე. ჩვენ ვერ თანხმდები, თქვენთან ერთად თუნდაც ჩვენ ვერ თანხმდები. სტრატეგიაზე უნდა ჩამოყალიბდეთ, ეკა. თქვენ თუ მე ilaparaket და ჩამოყალიბდეთ ვიგიშლით საუბრის პრობლემა, მაგრამ დღეს მე რაც გავიგე, გუში რაც გავიგე, საზოგადოება რაც გავიგე, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე უნდა ჩამოყალიბდეთ. პრაიმერისში მონაწილეობა მივიღოთ, სადაც ნუ ნაციონალურ მოძრაობას უბრალოდ არანაირი კონკურენტი არ ეყოლება პირდაპირ გეუბნებით და თუ არ ეყოლება კონკურენტი თუმეტეს დაამტკიცეთ შედეგზე ორიენტირებული ხომ და ვიყოთ და ამტკიცეთ მოიპოვეთ ხელახლა ლეგიტიმაცია მაშინ ილუზორული ოპტიკა პარტიებს შორის ილუზორული ოპტიკა უნდა შევქმნათ რაღაცა ტიპის არჩევნებში შევდივართ სადაც სხვებს ვეუბნებით უარს და პირდაპირ გეუბნებით ეს იგივე მედია სივრცეში ეკა უცხოელად მიპასუხეთ როდესაც აი რომც დავთანხმდე მე ახლა და სამნიარად ჯერთიც წარმატებებს უსურვებს სამი პარტიის გაერთიანება და ჯერთ ისინიც არ საუბრობენ გაერთიანებაზე და ისინი ამბობენ თუ ჩვენ სამი ვიქნებით არ გვინდა ესეთ გაერთიანება არა ჩემის აზრით ერთ-ერთი ხო ერთ-ერთი უთქვამს აქ არ უთქვამს და ეხა პირადად თქვენ გითხრათ არა ჩვენ ეხა რასაც ვლაპარაკობთ საჯაროდ პოლიტიკას გაერთიანება ჩემთვის არის მოვლენა ეკა მოვლენაა და მხოლოდ წარმატებებს უსურვებს სამი პოლიტიკური პარტიის მაგრამ თქვენ არ გინდათ ამ ერთობაში თანამშრომლობა როგორც
ამ სამ პოლიტიკურ პარტიასთან ასევე ველოსთან ასევე ნაციონალ არც პრაიმერში მონაწილეობის მიღება არ გინდათ. პრაიმერისი რის თაობაზე ეკა? რის თაობაზე, ლიდერის გამოკვეთის თაობაზე, თქვენი ხედვების გაცნობის თაობაზე. მეც გკითხავთ დღეს იმას, აი თქვენი იდენტობა რა არის, მაგრამ ცოტა გვიან, ოდნავ გვიან. არა, ეკა არ მასრულებდი. არა, როგორ არ გასრულებდი? თქვენ უწველად გჯერათ ეკა, იმიტომ რომ ეხა შაშა და შაშაცი თუ თქვენ სიტუაციური ერთობა მელიას არა გაქვთ კონკურენტი, არა ყავთ კონკურენტი. მე არა ნაციონალურ მოძრაობას თქვენ როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერს არა ყავთ კონკურენტი, მაშინ რა პრობლემა? ხელახლა მიიღეთ ლეგიტიმაცია თქვენი ოპოზიციური ამომრჩევლისგან. ვის ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა? არა, თქვენ როგორც ლიდერმა, თქვენთვის ხო გაცოცხლება იქნება, ახალი ბიძგი იქნება, ახალი ლეგიტიმაცია იქნება. იქნება ამ რეჟიმის წინააღმდეგ პროცესის სწორად წარმოება. და შედეგზე კი ბატონო, კარგი, გასაგებია ერთობაზე პრაიმერისზე თქვენი მოსაზრება გასაგებია. ეხლა სწორ ნაბიჯზე ვილაპარაკოთ. მოდით ვნახოთ 6 სექტემბერს თქვენ რა განცხადება გააკეთეთ. კი ბატონო. თუ შეიძლება ნიკა მელიას განცხადება 6 სექტემბერს. 30 წლის წინ საქართველომ თავი დააღწია დიდი ბრძოლის შედეგად იმპერიულ წიაღს და განაგრძო სვლა ევროპისკენ. სამწუხაროდ დღეს ეს სვლა არის ტერმინირებული თავიდან ბოლომდე და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ყველაზე ახლოს ვართ ევროპულ პერსპექტივებთან. დასაკარგი დრო ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ეს უნიკალური შესაძლებლობის პანჯარა შეიძლება ძალიან მალე დაიხუროს და ამაში დამნაშავენი ვიქნებით ყველანი, თითოეული ჩვენგანი. სწორედ ამიტომ შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად, უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი ნაციონალური მოძრაობის ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. და რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა? პირველი, მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. მეორე, უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში, ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მოქალაქეებს წარუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად. როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ. მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლება აღმოჩნდეს ერთი ჯგუფის ხელში. თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე. მესამე, უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია და აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია საბოლოოდ. ვაღიაროთ, ასეთი განწყობა მათი მხრიდან არ იყო არც 2020, არც 2021 წლებში. ამ მოძრაობის შედეგად ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობით და მუხტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. განსხვავებით წინა წლებისგან დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს. ხო, და ამდენი დრო რო გვესაუბრებოდით თავიდან. კარგი გამოსვლა იყო ძალიან და სწორ დროს სწორი გამოსვლა იყო. ოღონდ მაშინ არ ვიცი თქვენ ეს ვადამდელი არჩევნების იდეა შეთანხმებული ქონდათ თუ არა ვინმესთან. ვინმესთან რას გულისხმობთ? ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან, ხო? ისეთი თემა ქონდათ მას შეთანხმებული. მოკლედ მითხარით, იმიტომ რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული ხედვა,
რომელიც ძალაში რჩება და დარჩება განსხვავებით იმ საკითხისგან, რაზეც საუბრობდით 5 წუთის განმავლობაში და არ დამასრულებთ პრაქტიკულად არც ერთი აზრი. ჩემი თქმა უნდა ვიკეთებ, რომ აზრი დავასრულო, გასაგები რომ იყოს საზოგადოებისთვის. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს უფუნება, რომ უარი თქვათ ვადამდელ არჩევნებზე. მათ შორის სამწუხაროდ არც თუ ისე ცოტა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლისგან მოვისმინე ვადამდელი არჩევნების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, ხო? ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის, მაგრამ ეს არ ცვლის პარტია ნაციონალური მოძრაობის გეგმას. კი, თუ თქვენ ახლა ვერ ხედავთ იმ პროცესს თბილისის ქუჩებში, სხვა ქალაქების ქუჩებში, რომელიც გვინდა დავინახოთ, და ეს არ არის ათასობით ადამიანის ღელვარება, ეს იმას ანიშნავს, რომ მუშაობა ამიოტრებით არ მიმდინარეობს. მოდი ვიყვეთ, ხო, რა არის ჩვენი სტრატეგიული კითხვები, ხო უნდა დავსვა. პირველი მრავალფეროვანი პოლიტიკური, ჯერ ამბობთ, რომ დასაკარგი დრო არ აქვს. ლაპარაკობთ, რომ გავიდა 2 თვე. პირველი მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. დამისახელეთ 1 ან 2 სხვადასხვა სახის და ფორმის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც 2 თვის განმავლობაში ჩვენ გვინახავს. 1 წუთი, დიდი მადლობა. აი მე ამას დამასრულებთ ეხლა გეხვეწებით ეხლა ჩემზე მესაუბრე შეიძლება იმიტომ საბჭოო შეიძლება წინასწარი გაწყობა გქონდეს ჩამოყალიბებული სამი გადაცემა გისმინეთ ეხლა უნდა მომცეთ შესაძლოა ყველა კითხვაზე გაგცეთ საუბრობდი სხვა ბრძანეთ და დაგჭათ ყალბი წარმოდგენა იმას დაკავშირებით რაც თქვი თითქოს ნაციონალური მოძრაობა არის უარზე იმის თაობაზე რასაც საფუძველს უყრის წლების განმავლობაში ანუ თანამშრომლობა კიდე მაშინ კიდე მოგცემ საშუალებას თარიღი რიგით კალენდარული რომელიმე თვე ან სადაც ჩვენ შეგვეძლო წინასწარმეტყველება რომ აი ამ კონკრეტულ დღეს დასრულდება ბიზნეს ევანიშვილის ასე თქვათ ეს მესამე ვადით პარლამენტში ყოფნა და ვადამდელი არჩევნების მოწყობა მიმართულებით ბევრი მუშაობა ხორციელდება ეკა პოლიტიკა არ არის მხოლოდ საჯარო აქტივობა მაგრამ ის რა მოხდება შეიძლება ნოემბერში ან თუნდაც უახლოეს კიდე პერიოდში ხო არ გამორიცხავს ამ სტრატეგიული გეგმის წარდგენისას შინაარს ხო რატო გონი კი ეკა თუ თქვენ გინდა სიტყვაზე გამომეკიდო და მითხარ რომ როგორ ეხა 6 სექტემბერს ხოდეს იმას არ ნიშნავს რომ არ იქნება ეკა შემდეგ გილაპარაკიათ ვადამდელ არჩევნებზე საერთოდ ვისთან ეკა ვისთან ბატონი ვაშაძე გამოვიდა და რაღაცა ცრუ დაპირებებს რატო ვაზრობთ საზოგადოებასა და მელაპარაკებით ეხა გავიგე მაგრამ ვაშაძე რა შუაში თქვენს ამომრჩეველთან გილაპარაკიათ სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებები მოაწყეთ კი ყოველდღიურად სად არის არ ვაშუქებ მედია მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით დამასრულებელი ილუზორული ოპტიკა არ მინდა ხვალ ეკა კვესიტაძეს დავანახო ორთაჭალაში ნიკა მელია ეს რა ვქი გაშმაგებული 100 თანამებრძოლთან ერთად რომელიც შედეგზე ორიენტირებულად კი არ მიდის ბრძოლაში არამედ ივანიშვილის დასამარცხებლად მიდის ბრძოლაში და ამ ყველაფერს წინ ბევრი სამუშაოები აქვს ჩასაყრელი ეკა ეხლა თუ თქვენ პრეტენზიის სახით მეკითხებთ კი ამ პრეტენზიას საშუალებაში მივიღებ რომ დღემდე რატო არ ჩაინიშნა ვადამდელი არჩევნები თუმცა გასაოცარი არის ის რა დამოკიდებულებას მივიღე ნაწილის ოპოზიციური წარმომადგენლებისგან გავიგე ვიღაცას უნდა 2024 წლამდე მხოლოდ და მხოლოდ ფიქრი და იმის აქეთ არაფერს არც ვარაუდოს მაგრამ ახლა ამის უგუნებას ვერავის ვერ მივცეთ მათ აქვს თავისი ლეგიტიმური სუვერენული უფლება აირჩიონ ის გეგმა და სტრატეგიული რაღაცა მონახაზი შეიმუშაონ და ამით იხელმძღვანელობა ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლება ვიაროთ იმ გზით რომელიც მიგვაჩნია მართებულად პლუს როდესაც ყავს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამეზე ვისაუბრეთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სენსიტიურია, კიდე გამომდინარე რომ მისი ჯანმრთელობა არის ძალიან მძიმე და ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი არის რომ იქნება მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ, ხო? არის სტრატეგიებს შორის თანხმდენაში მოსვლა ამ მოცემულ პერიოდში. ხა ყველაფერზე ხო ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის რომ ეხა ეკა თქვენ ისე საუბრობთ აი ძალიან თქო თუნდაც დამთავრებიო თითქოს ვერ პოლიტიკურ პარტიას იცნობთ უკანასკნელი წლების განმავლობაში ვისაც არ ვიცი აი ამდენი პოლიტიკური პატიმარი ყოლია 30000 ნაციონალური მოძრაობის წევრი მარტო პროკურატურაში იცით ეს ბევრჯერ თქვა დაკითხვაზეა ნამყოფი იმდენი პოლიტიკური პატიმარი მეც კი ყველა სახიერ და გვარი ახლა რომ ჩამოთვალო არ ვიცი აი იცნობთ მაგალითად ევზასი უკა ეს პოლიტპატიმარი იყო არ იცნობთ ხო კახა ქეშიკაშვილს იცნობთ არ იცნობთ ხო
არის ადამიანი. ლექსო რაფავას იცოდ დღესაც ციხეში იარაღი ჩაუდეს. პოლიტპატიმარია არ ვიცი, ბაჩო თამლიანი უამრავი, მაგრამ არასოდეს ამ ხალხს გვერდში დაუდგეს. ეს პრეტენზიაც იყო თქვენს მიმართ. დამწუთის გომარებოდ ლექსო ყავს, რაფავა მხოლოდ პოლიტპატიმარი. ბაჩო თამლიანი გაგიგონია თქვენ, ბევრი ადამიანი ამირან ჯანაშია. ხო, ბევრი ადამიანი. ისე ნიკავ საუბარი ეკა. თითქოს არა, იცით რა, რომელიღაცა ეტაპზე ან თავდაწირვა დააკლო ნაციონალურ მოძრაობამ, ან თავდადება გითხარით, ჩემ და სამწუხაროდ. განსაკუთრებით ერთხელ, როგორც არასოდეს ახლოს ვიყავით ვადამდელ არჩევნებთან. იყო ღალატი და ამ ადამიანთან აღარ ვაპირებდი. არის, გადაავლეთ თვალე. რა ხდებოდა, როდესაც ციხეში შევედი და რა მოხდა გარეთ. სხვადასხვა თქვენს მომიწოდედით, ციხე და გეყოფა ციხეში ყოფნა გამოდიო გარეთ. კი, მეც მომიწოდე. არა თითქოს აუცილებლად. იმიტომ რომ როცა თავის დროზე უნდა მოგეწერათ ხელი, როცა მიშელი იყო ჩამოსული და მე რაღაცა მოაწერეთ ხელი, რაღაცა შეხვედით პარლამენტში. ეხლა პარლამენტიდან რაღაცა აღარ გამოდით. არა, ეხლა დამასრულებიოთ, რატო? თქვენი პოსტი, რომელიც მე ციხეში ყოფნისას გაავრცელეთ, იქ შემომიტანეს, რომ გეყოფა ეხლა ჯდომა, მართლა იმ პროპაგანდის იდენტური იყო, ქართული ოცნება რო ავრცელებდა, თითქოს მართლა იქ ჩემი თვიჯექი, გესო? რა გეყოფათ პოსტი თქვენ გაავრცელეთ, მახსოვს, ხო? ეხლა გამოდიო. როგორ ეხლა მე უნდა მოდე რომ 20 ივნისის დანაშაული აღიარე და ამნისტიაზე თაყოფა განაცხადებდა. ამაზე არც ეხლა განაცხადებია, ეკა. მე რატომ მოაწერეთ ხელი? მე რატომ შეხვედით? შუაში კაცო ფაქტს გელაპარაკეთ. როცა შევიდა ძაბსუყურად ბევრი ადამიანი და მე რა აზრი ქონდა გარედარჩენა და მე რა აზრი ქონდა გარედარჩენა. ეკა, როდესაც დაირღვა ბოიკოტი. ბოკერი ამბობდა რომ არ უნდა შევიდეთ და არ შევიდა ბოიკოტი. ამაზე ვისაუბრეთ რა ცხადზე უცხადესია. პოზიცია იყო რომ არ უნდა შესულიყავით. ვიღაცებმა გიღალატეს იმით რომ შევიდეთ. ჩვენ არა, მათ შორის თქვენ ეკა, მათ შორის თქვენ ეკა. მათ შორის ჩვენ კი არ ვიღალატეს. მოძრაობას უღალატეს. 2021 წლის ეკა ეხლა რაც გაწყოთ, იმის მოსმენა გაღიზიანებთ, რაც არ გაწყოთ. მე არაფერი არ მაღიზიანებს, მე კითხვას გისვავ და ფაქტებს გაგხსენებთ. რაც გაწყობთ უბრალოდ რა მაწყობს? არა, იმიტომ მე ჩემი არგუმენტები მაქვს, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება, ხო? მე კონკრეტულ ფაქტებზე გეუბნებით, რომ თქვენ იმ დროს არ მოაწერეთ ხელი, როდესაც აზრი ქონდა, მაშინ რატომ მოაწერეთ ხელი სხვა დროს? რატო შეხვედით პარლამენტში? როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებთან ერთად, ჩავატარეთ შესაბამისი კვლევა და მათ შორის მთელი პრაქტიკულად საზოგადოება მოგვიწოდებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეთყოფნას რა აზრი აქვს შევძლებდით, არის ხო ესე? მანამდე ჩაგეტარებინათ კვლევა, როდესაც ჩარმიშელი აქ იყო. იმისთვის დაგისვიათ კითხვა, როდესაც ნიკა მელიარო ციხეში იყო პარლამენტში, რატო შეხვედით ხო? ამაზე დაგისვია, როდის მე ნიკა მელიარო ციხეში იყო გამოკეტილი. მათ შორის თუმად ვინც მოდის თქვენთან ეკა? ამ კითხვას რომ მევისმენ, რომ მე ციხიდან რომ გამოხედით და მთელი ოპოზიცია ნახევარი პარლამენტში იყო. შეხვედით, რა არგუმენტი გაქვთ, რა არგუმენტი გაქვთ, პარლამენტში რა არგუმენტი გაქვთ? ერთი დაგისვამთ კითხვა, ნიკა რომ ციხეში იყო პარლამენტში, რატო შევიდა? იმათ ვინც შევიდა პარლამენტში. რომ დასავლელი პარტნიორები მათგან ამას მოითხოვდნენ. და მე რესტორია? თქვენ რატო შეხვედით? და აზრს ხედავდით რაციონალურ? თქვენ რატო შეხვედით? რაციონალურ? თქვენთან ერთად დაჟდარი იყო თერი დეპუტაცია და გადაცემა წაიყვანა? და არ უნდა შესულიყავით ჩვენ იმის შემდეგ, როდესაც ბრძოლის ერთი პლატფორმა და რა იქნება ბოიკოტი დარღვეული თუ ფიქრობდით და თუ ასე ფიქრობთ რომ ვინ შევიდა მოღალატე იყო თქვენ რატო შეხვედით? არა, ეხლა თქვენ სპეკულირებთ, ბოდიში, ეკა სპეკულირებთ იმ სიტყვებით, ვინ შევიდა მოღალატე, არავისზე არ მithქვამს ეს ერთი. აბა რა თქვით? ეხლა თქვით რომ კონკრეტული ადამიანი ვინც მოკლა, მუხტი და იქ იყო ამისი მოღალატეობრივი საქციელი იყო. ფორვარდები ყავდა ამ პროცესში. ხომ არა ეს არ ნიშნავს რომ ვინ შევიდა ის იყო მოღალატე. ეკა სამწეულო ადამიანები მოღალატეობრივ საქციელს ვინც აკეთებს ის იმას რა დავარქვით? ეკა შეგიძლიათ გულსვათ ხარ რა მუცლის გვერმა გააქვთ? პირდაპირ გეუბნებით თქვენ ისე თქვით წინა გადაცემაში მელია უნდა მობრძანდეს ეხა ემბაში საკალოფო საპელეცო სასამართლოში თქვას ნიკა გვარამიას და რა იცით რატო და ეს იყო შევეჯიბროთ ნიკა გვარამიას არც ერთ სასამართლოზე არ ყოფილხართ ნიკა სასამართლო რამდენი სასამართლო ჩატარდა? ყველა სასამართლო იყო სულ ხო და ყველა სასამართლოზე ვიყავით არც ერთ ეს იმას ნიშნავს რომ მე ნიკა გვარამიას პატიმრობა ნაკლებად მაწუხებს ვიდრე თქვენ ამიტომ
გეტყობათო წინასწარი განწყობა გაქვს საუბრობ პრაიმერიზე საუბრობ ნაციონალურ მოძრაობაზე თითქოს ყველაზე ძვირფასია დადო ნაციონალურ მოძრაობამ ამ წლების განმავლობაში მშობლები დაიღუპათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირეს მშობლებთან ერთად ბრძოლაში მივდივართ და წავსულვართ და ვაპირებთ წავსვლას და ეხლა თუკი თქვენი ნომერ პირველი პრეტენზია ის არის რომ გაურკვეველ წინადადებაზე არ მიყვებით მინდა მიგვაჩნია არარაციონალურად ეს ნაბიჯი გადავდგა და ამით 70% ოპოზიციური სპექტრი მოვკვეთოთ და მათთან კონფრონტაციაში შევიდეთ, რაზეც თქვენს იდარდებთ. ეს თუ ორი პრობლემა კი ბატონო მაშინ შევთავაზეთ. მოდი, რატო შეხვედრით პარლამენტში და იმ კითხვას არა დაგისვამთ ერთხელ მაინც? პირდაპირ გეუბნებთ. დაანებეთ ნიკო მელიას თავი ერთი წუთი. აი ადამიანი რომელმაც თქვენი ხარდაჭერითაც სრულ მეგობრებთან ერთად და კოლეგებთან ერთად იმიტომ რომ მე მისმევ კითხვას ნაციონალური მოძრაობა რატო შევიდა პარლამენტში როცა კითხვა არ დაგჩენიათ რისთვისაც ვიბრძოდით დავეცი გამოგუკეტეს ციხეში და იქ ყოფი ადამიანი ტელევიზორს უცქერდი და ხედავდი როგორ ართმევენ ხაბატონ სალომეზურაბიშვილი ხელს ვინმესთვის დაგისვამთ ეს კითხვა არ დასვამდეთ იმიტომ რომ თქვენ ეხა განცხადებას ამცელებდით მელია გამოდით ციხიდანო და ხა ბუნებრივია ამ კითხვაზე პასუხი ვიცი ნაციონალური მოძრაობა დარწმუნებულია გამარჯვებაში და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში ეს წერილი მოგწერეთ ციხეში მოგწერეთ Facebook პოსტი იყო ეკა არა ეს წერილი მოგწერეთ ციხეში Facebook პოსტი იყო მადლობა ხო ეს წერილი მოგწერეთ Facebook პოსტი იყო ეკა კარგი იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვიყავი, როცა შარლ მიშელი აქ ჩამოვიდა, ევროკავშირის ყველაზე მთავარი თანამდებობის შეიძლება ვერ გააკეთეთ ეს. მე გავაკეთე 20 ივნისის პარტია ნაციონალურ მოძრაობამ. არა, ეხლა თქვენ თქვით რომ 20 ივნისის დანაშაული აღიარეთ. არა, მე თქვენ შეხვედრით პარლამენტში. 20 ივნისის დანაშაული მეგიარებინა, გამოსულიყავი და თუნდაც საპატივცემულო ბატონ შალდიშას ხელი ჩამომერთვა და ვერ ჩამოვართვებთ, იმიტომ რომ უნდა მეგიარებინა ისე. ვის ჩამო შალმიშას ხელი არ ჩამოგირთვევიათ ბრიუსელში? შეხვდით. მე კიდეც არ შეხვდით რომ შალმიშას და მოხარული ვიქნებით. ხო, და ცუდეროდეს, მაგრამ კონტე შეხვდით, კონტე ხვალდაზე როდესაც შეხვდებით და სხვათა შორის გვაქვს ვიზიტი უახლოეს პერიოდში ბრიუსელში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და პოლონეთში, მაგრამ ეხლა არა, სიმართლე ხო გიყვართ? მე ძალიან მე მიყვარს სტრუქტურიზებული გადაცემა, როდესაც ჩემ მაყურებელმა იცის სიმართლის მოხევა ეს ფაზე. როცა მაყურებელმა იცის რაზე ვსაუბრობ და ძალიან მინდა რომ ფორმატი მივცეთ ამ საუბარს. არა, ეხა. მოდი შევაჯამოთ, ერთი წამით, ნიკა, ერთი წამით გავაგებინოთ მაყურებელს, რისთვის ჩვენ ხო ერთმანეთს არ ვკამათობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ რომ მაყურებელმა გაიგოს. როგორ უნდა გავიგოთ ჩემო პასუხი გაიგოს. ჩემო კარგო. მოდი თქვენ მითხარით. თქვენ გადაჭრით საუბრობთ ჩემთან აი ხა ინტერაქცია გვაქვს პირდაპირ ეთერში და მე მეუბნებით ანუ ნაციონალურ მოძრაობას რომ უარს ვაცხადებ თანამშრომლობაზე კი არა ვაცხადებ უარს როგორ ვაცხადებთ ეხა პირიქით ხელს უწყობთ რომ ეს გაერთიანება არა თანამშრომლობა იყოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ოღონდ სისულელე რომელიც არის ჩემთვის სისულელე პრაიმერისი სადაც თურმე 1000 დელეგატი უნდა მოიყვანოს ერთმა პარტიამ და ნაციონალურ მოძრაობამ 1000 და არა თუნდაც 100,000 და ასე გავიგეს ვიღაცა ფონდს. ეს თქვით რომ არ თახტებით ამ იდეას, რა ვთქვი სხვა? ეს არის უბრალოდ განწირული ერთი მარცხისთვის ასხავს წისქვილზე წყალს რეჟიმის და ამისი მაგალითი არსებობს შარშანდელი და შარშაწედელი ეს რო გდომოდა რაიმერი ჩავატარებდით და თბილისში, ქუთაისშიც, რუსთავშიც, თელავშიც ყველგან იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გაგიხარდებოდათ ეს ერთობა პანერად ვერთხებოდა თუ გაძლევთ ამორჩეველი ხმას რატო არ გაგვიხარდებოდა თქვენ ეხლა თქვენ ფიქრობთ ერთი წამით ჩვენ ზურაგიჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, რენე ხოშტარია და 4 ჩავატარეთ პრაიმერის და სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ შევიმჩნევთ. მათოა, მასინი არ ამბობენ რომ არ შევიმჩნევთ. ამბობს რომ ყველასთვის უნდა იყოს კარი ღია. მათ შორის არ ვესაუბრებით, ხო? რა იცით რომ არ იცით რომ არ ესაუბრებია. როგორ რაცი ვინ ესაუბრება? გამოისმენთ. ნიკა, გასაგებია. პარტია ნაციონალურ მოძრაობის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი ვინც დააფიქსირა შარშან, იმის შემდეგ შედეგი საუკეთესო მაჩვენებელი არც ერთი და კიდევ სხვები არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. გასაგებია, გასაგები ის არის ეკა რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გვინდა და არა ეშელონში ჩაყენება ვიღაცეების რომ პარლამენტში შევიყვანოთ. პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ ნაციონალურ მოძრაობის პრობლემა არის ხმების განმავლობაში. შეიძლება სხვა თემაზე გადავიდეთ. ხმების დაცვა.
თემაზე ლაპარაკობ. ნაციონალური 40 კი არა 4 კვირა არის ამაზე მელაპარაკებით აი ამ სტუდიიდან. ოდი ისე რომ ახლა გავიგე პასუხი. არ გინდა არც პრაიმერიში გინდა და არც ერთობა გინდა. თანამშრომლობა გინდა. ანუ გონივრულია პრაიმერიში თქვენთვის. მე ხო არ გეკითხებით რატომ არ გინდათ მე მაინტერესებს გინდათ თუ არა მივიღე პასუხი რომ არ გინდათ გადავედით სხვა თემაზე გასაგებია ჩათვალოთ მაყურებელმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა თქვენი არგუმენტები მისთვის არის თუ არა გონივრული ხო მე უბრალოდ თქვენ პოზიცია გამოგახატეთ რაც არ უნდა თქვა ჯერ ერთიც როდესაც თან ერთობაზე საუბრო არადა თანამშრომლობაზე უნდა საუბრო თან ვიცო-პარტიული ქვეტექსტები შეგემჩნევა და გზავნილებში რომ თითქოს ერთობაზე ერთი ხელით ვილაპარაკო და მეორე ხელით აი რაღაცა ნაციონალურ მოძრაობას ჩირკი მოწყო ასე თანამშრომლობას კი არ შედგება ნაციონალურ მოძრაობას წლების განმავლობაში დაუბრუნდა სამწუხარო გამოცდილება ხმების დაცვის გარდა გამოსულებეთ ესას ხმების დაცვის გარდა ისე ხდება რომ ხმებიც რო დავიცვათ მანდატებიც დასაცავი აღარ უნდა გაგვიჩნდეს 2016 წელი 2020 წელი ორი საპარლამენტო არჩევნები 12 წლიდან შევდიოდით ბევრნით შევჩებოდით ცოტანი ხო აღარ უნდა მივიღოთ ასეთი არასწორი გადაწყვეტილება დღეს ეს შემოთავაზება გავს პროექტს რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ დიდ ნაციონალური მოძრაობის ეშელონში ჩადგომას რომ სადღაცა მიხვიდე და ჩვენ სადღაც მისვლა კი არ გვინდა ჩვენ გვინდა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ამის შემდეგ მანამდე სწორი სტრატეგიის შემუშავება და ამის შემდეგ ყველა პარტიამ გაიძლია რომ საკუთარი თავი და პროპორციული იმ არჩევნების ფორმატში იასპარეზონ. რისთვის ვიბრძოდით აბა პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად? ეკა, რისთვის ვიბრძოდით? გავიგეთ. აღარ გაიგეთ ეკა და ეხლა კი ბატონო მეუნებთ გადავიდეთ მე შემდეგ საკითხზე. გავიგეთ. გადავიდეთ. ბადლობა გასაგებია. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. თქვენ თვით რომ პარტიას აძლიერებთ, ხო? მაშინ დავიწყო. ესე იგი თუ შეცდომას, ისე იგი ამ რაღაც ერთობაში მონაწილეობა არ გსურთ, თანამშრომლობა გსურთ ყველა პარტიას და ერთი წამი აღარ გავაგრძელოთ, თუ არ მგონი არასწორად გამეგოს და ფიქრობთ რომ ყველამ თავისი პარტია უნდა გააძლიეროს ამ ეტაპზე, ხო? იმ სტრატეგიას უნდა მივყვეთ, სადაც იქნება მოპოვებული საარჩევნო თავისუფალი გარემო პარტიაში რა ხდება მაშინ ეს მითხარი მისწრაფებები იქნება ხორჩესმული პოლიტპატიმრები იქნება გათავისუფლებული და ამის შემდეგ ყველა პარტიამ უნდა რა ხდება პარტია კი ბატონო გადავედით პარტიას ეხლა თქვენ თქვით რომ პარტიის სტრატეგიული გეგმა იქნებოდა 6 სექტემბერს გამოაცხადეთ, რომ აი ეს აქტივობები, სხვადასხვა სახის ფორმის საპროტესტო ღონისძიებები, მოკლედ მითხარით, გამოგივიდათ ამ ორი თვის განმავლობაში? ეკა, ამაზე ხო ვისაუბრეთ 3 წუთი ეხა. 3 წუთი, იმაზე 40 წუთი ვაპარაკეთ. ვიღებ იმ პრეტენზიას, რომ დღეს არ არის ადამიანები არჩევნები მოპოვებული. საფუძვლიანია თქვენი პრეტენზია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გეგმა არის განზე გადადებული. კი ბატონო, კარგით. რატო ვერ მოახერხეთ? საპროტესტო ღონისძიებები ვერ მოახერხეთ. ეს უნდა მათქვევიოთ და ძალიან. კი, რატო ვერ მოახერხეთ? თქვენთან ახლა რაც უნდა თქვოთ არ დავასახელებ. იცით? არიან ადამიანები, არ დავასახელებ, მინდა უბრალოდ გამგები გაიგებს. მაგრამ მისთვის კი არ საუბრობ საზოგადოებისთვის. ჩვენ ვინყავს მოწინააღმდეგე ხომ ვიცით რატო ვეჯიბრებით იმაში რომ წინა თვეს ან იმის წინა თვეს რატო ვერ დაამარცხე ბეძინა ივანიშვილი ეს ხო არ არის ჩვენი ამოცანა ვახორციელებთ ეკა მინუს ის რაც თქვენ როგორც ჩანს ყველაზე მეტად გაინტერესებთ რომ რატო არ დგას რუსთავაზე მრავალი ათასი ადამიანი მნიშვნელოვანია მაგრამ რუსთავაზე მრავალი ათასი ადამიანი დგომი არ არის ცალკე აღებული სტრატეგია შეიძლება იყოს სტრატეგიის ნაწილი სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება ხო ეხლა იცით არანაკლებ ვიდრე მე დაწყებული უცხოელებთან მუშაობით არ მარტივი ამბავია მაგალითად ხატია დეკანოვიძეს ძალისხმევით რაც მოხდა ევროსაბჭოში და რეზოლუცია გამოიცა ხო ეხლა პარლამენტში ვარ ყოფილიყავით ახლა მე არ ვარ იქ ჩავაყენეთ ჩემი მეგობრები კოლეგები უხერხემლო მდგომარეობაში როდესაც მე დავტოვე და ახსენებთ რომ არჩევნებში შევდივარ და მე მივხედავ გარე აქტიობებს და თქვენი ყავით იბრძოლეთი და ხატია რო არ ყოფილიყო საქციელი რატო იყო პარლამენტში იმიტომ რომ ბოიკოტი იყო ეკა საპარლამენტო თქვენ დეკვალიფიკაციას გაგიცდიათ ამ ჩემს საყოფნაში აქ და ბოიკოტი რა ბოიკოტი საპარლამენტო ბოიკოტი იყო ბადამდელი არჩევნებისკენ მოძრაობით და თქვა რომ სარგებელი აქვს პარლამენტში ყოფნას და სწორედ ეხლა თქვენ რასაც ამბობთ სარგებელი განსხვავება არ არის იმის
შორის რაც მე ვთქვი, როდესაც ვადამდელი არჩევნები ძალიან ახლოს იყო, იმიტომ რომ უპრეცედენტო ბოიკოტი იყო პოლიტიკური და მას შორის რაც 90% პარლამენტში იყო და ნაციონალ-მოძრაობა ყოფილიყო გარე. კარგით, ეხლა მითხარით, თქვენ კარგი ვერ მოხერხდა. ხატია დეკანოვიძე ჩავიდოდა ახალი მოწვევის პარლამენტარი და კარგი, ნიკა, ეხლა ისე ამბობთ, რომ მართლა ის იყო ვადამდელი არჩევნების ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. სად 2021-ში არ გახსოვთ რა გამოგარემოება იყო, არ გახსოვთ 2021 წლამდე თქვენ გონიათ ნაკლები პრეტენზია ქონდა იგივე ნიკა გვარამიას, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები ყავდათ და ეუბნებოდა რომ საცივიდან თავი როდის უნდა ამოიღოთ, მახსოვს ეს იყო 2021 წლის დასაწყისში და ამაზე ბევრი ვისაუბრია მე შემდეგში ნიკასთან, მაგრამ ორ თვეში რა მოხდა? ორ თვეში რა მოხდა? უპერსპექტივო რეალობა პერსპექტიურ რეალობად გადაიქცა. ასე იქნება ახლა. არა, მე თქვენ ჩვენ დავიწყეთ იმაზე საუბრით, რომ ვიღაცამ შეგიშალოთ. არა, არაფერი არ დაგვიტმია. შეგიშალოთ პოლიტიკური აქტივობების მოწყობაში. ეხლა ეს არ დაიწყეთ, რომ არ დავასახელებო, მაგრამ მე როგორ არ დამასრულებიეთ აზრი. არიან ადამიანები თქვენს ეთერში მოდიან, ხალხს გაიკეთები პატივისცემა მათ. თქვენი პარტიის წევრებს ლაპარაკობთ. არ დავასრულეთ, 2020 წლამდე აქტიურ პოლიტიკაში იყვნენ. აქტიურ პოლიტიკაში. პოლიტიკოსები იყვნენ. წავიდნენ ისე რომ ბიძინათ ჯერ კიდევ ჩვენ ცხელი კარტოფილის სახით ხელში გვაქვს. მანამდე ხელისუფლებაში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციიდან მოუგო ბიძინა ივანიშვილმა. ახლა ძალიან საინტერესო პროფესიას არიან დაუფლებულები და ექსპერტობენ და გვაკრიტიკებენ ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის ახალ თაობას ნაციონალური მოძრაობის. ვინ არის ახალი თაობა? მათ შორის ახალი თაობა ნაციონალური მოძრაობის, ვინც შემოუერთდა 2012 წლიდან და ვინც დახვდა ნაციონალურ მოძრაობაში ბირთვი, ხო ეხლა რა მეც 2012 წლიდან მოვედი და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა 2012 წლიდან, რატო გაიკვირვეთ ეკა. მაგრამ მივიღო ეს პრეტენზია, უბრალოდ ეხლა მე რო ხვალ წავიდე სახლში პოლიტიკიდან, თქვენ დაგიტოვოთ ბიძინა ივანიშვილი, მიშა სააკაშვილი პატიმრობაში, ნიკა გვარამია პატიმრობაში, ორ თვეში გამოუცხადეთ თქვენთან და ვაკრიტიკო ოპოზიცია. ეს ხო ჩემთვის ეს იყო მორალური დაცემის მაგალითი. ამიტომ მიკვირს ჩვენ არ გვაქვს ერთი ხელით და რიტორიკით თაც აღარ ვსაუბრობთ ერთობაზე. რიტორიკით არ ვსაუბრობთ ერთობაზე. პოლიტიკურ იდეურ ერთობაზე არაფერი წინ არ უდგას, მაგრამ თქვენ მესაუბრებით ტექნიკურ ერთობაზე. ტექნიკური ერთობა არაფერში არ მჭირდება. იდეური და პოლიტიკური ერთობა კი ბატონო, ეს მნიშვნელოვანია, გაგვიკეთებია. ხო გაამართლა ადგილობრივ არჩევნებში. ხო, მაგრამ ნახეთ როგორ გაამართლა. როდესაც ჩვენ დავსხედით როგორც დასული ადამიანები და ჯენტლმენულად, კოლეგიალურად ჩვენ ფართო ჟესტი გავუკეთეთ ოპოზიციას. ხო, მე არ იქნება. იმიტომ რომ ის კონცეფცია რაღაც დოკუმენტი რო გავცელდა დღეს წარმოუდგენელი რაღაც არჩევნები რომ უნდა ჩატარდეს. უბრალოდ მიზანს არ ემსახურება მესამეჯერ ვიმეორებ, თორე თანამშრომლობა როგორი უნდა გვიჩვენებია და ვაჩვენებთ. უბრალოდ ჩემი თხოვნა დავტოვებ თქვენთან ამ სიტყვას. თქვენთან რომ მოვლენ სტუმრად. იმ ადამიანებს განსაკუთრებით, ვინც ხელისუფლებაში იყო და სამწუხაროდ, ეხლა მას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციიდან მოუგო. მე 2020 წლამდე აქტიურ პოლიტიკაში იყო, დაიღალა, წავიდა. მე რატომ ისე თქვენ თვითონ დავჭირდებათ დაიღალა, ვისთან დავჭირდა დებატებში? ვინც იმას აკრიტიკებს და ნაციონალურ მოძრაობა მიშა სააკაშვილისთვის არაფერს არ აკეთებს და 2020 წელს წავიდა ემინა პოლიტიკიდან. ნიკა, ეს არ არის ჩემი საზრით. სწორი ზნეობრივი საქციელი და აქ იკითხება ყველა თითქმის ადამიანი, ვინც თქვენთან მოდის, კი არა წყნის პროცესს წყნის, მე რა მწყნის, მე არაფერი არ მწყნის. მე არაფერი არ გამიკვირდება. უნდა ვდივართ მეთქი, თემებით საინტერესოა. ეკა პროცესს ავნებს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, გულწრფელად აქ ვარ, აქ თანხდებით, ბევრი დასაკარგი დრო არ გვაქვს. თქვენგან გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ თან ერთი ხე ნიკა, ეს ორი თვე დაკარგეთ თუ არა? არა, ეკა არ დაკარგია. დღესაც დაახლოებით 50-მდე ადამიანს ვესაუბრეთ ჩვენ პარტიის წარმოადგენლებს. ის აზრით თუნდაც აქ საუბრობთ. თუნდაც რა უნდა მოვიმოქმედოთ პარტია იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობა ჩადიება მდგომარეობაში და მიხეილ სააკაშვილს არ გადაუვადებენ სასჯელს. ბევრი სხვადასხვა საკითხია. ნაციონალურ მოძრაობაში პირველი სართულიდან მესამე სართულამდე რო ახვიდე 30 ადამიანი მარტო გზაში შეხვდება. ხო შეგიძლიათ ცოტა ხან ერთი წამით დავსვავ კითხვას. მე ვარ
ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი. ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ, ხო? აი ჩავთვალოთ, რომ გულმხურვალი ამომრჩეველი, რომელმაც გაიარა ყველაფერი მძიმე პერიოდი, რეპრესიების და ასე შემდეგ. უყურებ ჩემი პარტიის ლიდერს, რომელიც კიდე ეხლა იცით რატო ამბობ, ამას კი არ გადავეკიდე, მაგრამ შვენიერი ტექსტი იყო და გეგმა იყო, რომელიც 6 სექტემბერს ეს პრობლემა დაგინახავთ ორი კი, დამინახავს, იმიტომ რომ ორი მე რაზეც კითხვები მაგრამ ორი არა ზანდებით ეხლა ჩვენ ყველაფერთან ერთად ჩვენ იმ ტიპის აქტივობებს გავასრულებ ეკა გეხვეწები რა აი ეხლა თქვით რომ ერთი წამით მე უნდა დავასრულო რომ წარუდგენთ ხედვებს როგორ ქვეყანას ავაშენებთ კი ბატონო კარგით არ გამოგივიდათ პოლიტიკური აქტივობები საპროტესტო ღონისძიებები ქალაქებსა და სკვერებში თუ სოფლებში თუ რაღაცა შეხვედრები არ ვიცი თქვა ვისხლებით ყოველ შემთხვევაში მასშტაბური შეხვედრების ჩვენ არ დაგვინახავს კადრები თუ ხდები უახლოეს პერიოდში დაინახოთ ეკა ერთმანეთს რო შეხვდებით მე ხო არ უნდა მოგიშაი და ხო არ უნდა გითხრა ეკა აი რატო პრესასახური ყავთ რომელიც თუ ხდებით ვინმეს გადაიღეთ ფოტოები სურათები კადრები შეხვედრები და გვაჩვენეთ მაინც იმაზე ვარ თავი და ბოლომდე წინასწარ გაწყობილი ხარ და არაფერ რატო უნდა ვიყო გაწყობილი სულად ადამიანის მიმართ რომელსაც ციხეში წერილებს უგზავნიდი წარუდგენთ ხედვებს რომელსაც ეხლა ხო წერილებს მე ეხლა როცა ლაპარაკობთ ამ წერილზე წარუდგენთ ხედვებს როგორც ქვეყანას ავაშენებთ აი ერთი ხედვა საჯაროდ ხო ხედვას წარუდგეთ აი რამე დოკუმენტი დაგიწერიათ თქვენ ნიკა მელიას როგორ ხედავთ ახლა ის რომ ივან უნდა მოვაშოროთ ოლიგარქი გასაგებია მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენიათ მაგალითად როგორ უნდა იმუშაოს სასამართლო სისტემამ როგორ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ის კი არა რომ უნდა გათავისუფლდეს როგორ აი ეს აი ხედვები 2 წლის განმავლობაში დაწერილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით თუ არის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ოპოზიციურ პარტიებთან ამასთან დაკავშირებითაც არის მნიშვნელოვანი რომ დავანახოთ საზოგადოებას კონკრეტულად პოსტ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს როგორი იქნება როგორ ხედავს ახალი კოალიციური მთავრობა საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას საკუთარ თავს როგორ ხედავს შესაძლებელს ახალი ხელისუფლება ქვეყანას დაუბრუნოს საერთაშორისო ფუნქცია დაიწყოს განხორციელება საგარეო პოლიტიკური როლისა რომელიც აღარ ხორციელდება რა უნდა მოხდეს ტრანსკასპიური მაგალითად დერეფნის განვითარების მიმართულებით რა უნდა მოხდეს ტრანსკასპიური არ ვიცი ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართულებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბუნებრივი ამაზე საუბარი როგორ ამდინარეობს თუნდაც დღევანდელი საუბარი ბრიფინგი რომელიც ჩავატარე ქვეყანაში სადაც 270,000 სოციალურად დაუცველი 6 წელიწადში დაემატა სადაც ნათელია 15 მილიარდი მინიმუმ ეკონომიკას ქართულს დააკლდა ვინაიდან ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკა კრიტიკასაც ვერ უძლებს. ნაციონალურ მოძრაობაში ყველა მიმართულებით არის დიახაც დამუშავებული, დასამუშავებელი გეგმები, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ან გამიგებთ, ეკა ან ვერ გამიგებთ. როდესაც ყავს მომაკვდავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილი ამ პარტიის დამფუძნებელი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და უბრალოდ ყოველი დღე ტელეფონის აღების და არის სტრატეგია ამ ეტაპზე ეკა არ მისმენთ ყურადღებით რომელიც სტრატეგია იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის გაყვანასთან დაკავშირებით მომისმინეთ მიხეილ სააკაშვილის გაყვანასთან დაკავშირებით ვინა საათ ისეთ სამედიცინო უბრალოდ შესაბამის დაწესებულებაში საზღვარგარეთ იმიტომ რომ აქ არ ინკურნება სამწუხაროდ იმდენად არის მისი ჯანმრთელობა მძიმე ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს მიმართულებაც და ვცდილობთ რომ ის რასაც მე საუბრობდი სტრატეგიულ გეგმაზე მოვიყვანოთ თანხმედრაში თქვი მაგრამ არ მომისმინეთ აი ამ მნიშვნელოვან სტრატეგიასთან და ხელის შემშლელი არ აღმოჩნდეთ ამ ეტაპზე ხვალ და ზეგ ნაციონალური მოძრაობა არ ვიცი საპროტესტო აქციები შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს ჩვენი სტრატეგიული ჩვენი სტრატეგიული გეგმა ძალაშია ვმუშაობთ და მუშაობა არ არის მხოლოდ ის რაც ჩანს. რატო ვერ ხედავს ამ მომწევს? დაინახავს ეკა, დაინახავს, თქვენს დაინახავს. რუდის ნიკა რა გინდა თქვა გინდა დამინახოთ შედეგის გარეშე განხორციელებული 22 წელი თქვენ აქ მესაუბრებოდით 2022 წლის არჩევნებზე ეხლა 3 კვირა საუბრობთ 2022 წლის არჩევნებზე თქვენ ნიკა
ასაუბროთ მე ვსაუბრობ ვადამდელ არჩევნებზე ხო და რას აკეთებთ ვადამდელი არჩევნებისთვის თქო უცხოელებთან მუშაობა და პარტიებთან გითხრათ უახლოეს პერიოდში მივეგზავრებით ბრიუსელში შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინაში პოლონეთში დაინახეთ რა შუაშია ვადამდელ არჩევნებთან არ არის შუაში არ არის შუაში თუ აქ მოთხოვნა თუ აქ ხალხმა არ მოითხოვა ვადამდელი არჩევნები ამერიკა მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს შუაში ეგ არ იყავით ასეთი პრიმიტიული კატეგორიები წარმოდგენილი ეხლა გადაცემისას რას ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სტრატეგიული პარტნიორი და მე ახლა არ ჩამოთვალე როგორ პრიმიტიულ აზროვნებაზე მელაპარაკები პრიმიტიული აზროვნებავითი კატეგორიები წარმოდგენილი დიახ რა პრიმიტიული სტრატეგიულ გეგმაში წარმოვადგინე მთელი რიგი ნაბიჯები კატეგორიები თქვენ მეუბნებით რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს საქართველოში ეკა რატო სპეკულირებთ აბა რას მეუბნებით მე ეს გითხარით ეხლა ეს თქვენ აპელირებთ პრიმიტიულად აზროვნებთ ბრიფინგზე სადაც ცხადად ვთქვი, ერთ-ერთი მიმართულება, სადაც უნდა ნაციონალურ მოძრაობა გააქტიურდეს და იმუშაოს, ეს არის საერთაშორისო არენა. და ამ მიმართულებითაც ვაპირებთ. უნდა გააქტიურდეს? აქამდე აქტიურები არ იყავით? არა, ვერ ხედავთ რომ აქტიურია? არა, უნდა გააქტიურდეს თუ აქტიურები ხარ. ეხლა წინასწარი მაპატ მე შეიძლება შტაბეჭილება, რომ თქვენ წარმოდით რაღაცა მხარეს, პირდაპირ გეუბნებით. ვის მხარეს წარმოვიდგენთ? ვის მხარეს არ ვიცი, ვის მხარეს წარმოვიდგენთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ობიექტურ მხარეს არ წარმოვიდგენთ, იმიტომ რომ თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან ვიზიტს აფასებთ რაღაცა კნინობითად. ჩემთვის ეს არ არის. კნინობით არ ვაფასებ. მე გეუბნებით რომ კონტექსტში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის კონტექსტში რას აკეთებთ მეთქი და თქვენ მეუბნებით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავთ ვიზიტს რა შუაში არა აზრი გამაწყვეტინეთ ეკა და იმიტომ და არ გამოგივათ ეხა ეს ჩემთან საუბარში რა აზრი გაგაწყვეტინეთ გაგზელებული მუშაობა ჩვენს აქტიურ წევრებთან ჩამოუყალიბებელ როგორც პოტენციურ აქტივისტებთან ამორჩევლებთან სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ეკა დიახ, სხვადასხვა ტიპის. ვერ ხედავთ, ვერც მედია ვერ ხედავს, ვერც თქვენი ამორჩეველი ვერ ხედავს. და ყოფილი იქნებოდით? და ვისაც ხედავთ მაშინ? კარგი, ჩვენ წუდები ვართ. ჩვენ წუდები ვართ. იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა პოტემკინის სოფლების აშენება, სამჯერ ვქონდა არ გვინდა ილუზორიული ოპტიკა დაგანახოთ. ეკა კვესიტაძე დილით ადრე როგორ ჩართავს ტელევიზორს დაინახოს 20 იმ შუაშია რომ თითქოს მოჩვენებითად დაგანახოთ რომ რაღაცა არის პროტესტი. ჩვენ გვინდა შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული იმ შუაში ეკა. მაშინ პოტემკინის ეს პროტესტის საპროტესტო აქციები გითხარით, სოფლები არ შუაშია. სახლები, სოფლები ეხა ეკა ბატონო. ეხა მოკლედ მაშინ მითხარით, რადგან ორი თვე გავიდა და დავასრულოთ იმით, მოდით ეხა ვისაუბროთ თავარზე. ძალიან მოკლედ ეხა გასაგებია თქვენ ალბათ პრაქტიკულად ხარ ხარ. პირდაპირ გეუბნებით ჩემთან სამწუხაროდ. ისი მხარე? არ ვიცი ისი მხარე ხარ, არაობიექტური მხარე გიკავიათ. იმიტომ რომ თქვენ ნიშნი, იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნებით რა. ეხა მე რომ სერიოზულად დავიწყო საუბარი რომ თქვენ ტელეკომპანია ფორმულა და ტევე პირველი რატო არ ერთიანდებით? სერიოზული ვიქნები? რატო არ ერთიანდებით? სერიოზული ხო არ ვიქნები? იმიტომ რომ ამას შეიძლება დასაბუთება ეს უკეთესი იქნება, თუ უარესი იქნება. ამიტომ ასე მარტივად თქვა რომ რატო ერთი ნომრით ერთიანდებით თუ არა? ერთი ნომრით რატო არ ვაფიქრეთ ასპარეზება? იმიტომ რომ მე მესაუბრებიან 2024 წლის არჩევნებზე და დღეს ამაზე საუბარი არის ზედმეტი. კარგი, 2024 წლის არჩევნები არ იქნება. ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს. ზედმეტი მანამდე თელი რიგი ეტაპები გვაქვს. რას აკეთებთ ვადამდელი არჩევნების თქოსკო? ეს გეკითხა, რა გააკეთეთ ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც არჩევნები გამოაცხადეთ, კარგი, ორი თვე მუშაობდით, მაგრამ როდის დავინახავთ რაღაცას აკეთებ 23 წელი მოდის ორ თვეში. კი ბატონო, არავის არ აქვს გარანტია იმისა, რომ სახეზე იქნება ის რაც გინდა, ხო? მაგრამ ამისთვის ძალგონეს არ ვიშურებთ და თუ მაინდა-მაინც კიდევ ერთხელ თქვენთვის ვიზუალურად არის მნიშვნელოვანი დაინახოთ ის რასაც ვერ ხედავთ, ამასაც დაინახავთ. მაგრამ თუ კი ეჭვი შეგავთ იმაში, რასაც მე ვსაუბრო, რომ მუშაობა შესაბამისი ხორციელდება და გვინდა რომ რაღაცა სხვადასხვა გეგმებთანაც თანხმობაში მოვიდეთ, ჩვენი აქტივობები. რას მუშაობ? მე ამას ვამბობ, რომ აი მუშაობას, აი რას ეწევთ? აი რას აკეთებთ მაგალითად? აი ამოცანა რა არის ეკა? ვესაუბროთ ბევრ ადამიანს ვესაუბროთ. და შედეგი რა არის? თუ ამ სტრუქტურიზებული ხასიათი არა. შედეგი რა იყო? ხედავდით მე მაგალითად 2020 წლის გდანში ან მეგობრებს ყოველ დღე ან ხედავდით 3 თვე ტელევიზორში არც გამოვრჩენილ ვარ.
მაგრამ ის ოლქი მოვიგე 3-90 დღის განმავლობაში ეკრანზე არ გამოჩენილ ვარ და საყვედურებდნენ თქვენი კოლეგები რატო კომენტარსაც არ აკეთებენ იმიტომ რომ სამუშაოები წინასწარი არის გასაწევი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ გვინდა შედეგზე ორიენტირებული პროცესი. როდესაც გეგმა სახავთ. დაწყებული იქიდან რატო პარლამენტში შევედით, რატო ვერ ხედავთ რაღაცა პროცესს, რომელსაც დაუცილებლად დაინახავთ, რატო მიდიხარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმე იქ უნდა გითხრან ვადამდელი. მე ვადამდელი არჩევნებზე კითხეთ, რას აკეთებთ და თქვენ მითხარით ამერიკის შეერთებულ შტატებში მივდივარ. არა, ხო და რა აქტივობებს ახორციელებთ ვეკა გადაახურეთ. ვადამდელი არჩევნებისთვის თქო. და მათ შორის კოლეგებთან თქვენ გონიათ კოლეგებთან არ ვისაუბრეთ, საერთაშორისო თუნდაც მეგობრებთან დაკავშირებით. თქვენ ერთი წუთით მართლაც გჯერათ, რომ თანხმედრაში მათ შორის საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების პოზიციას არ უნდა მოვიდეს თავარი ნაციონალური მოძრაობის გეგმას, უბრალოდ ხო არ უნდა იყოს დისონანსში მოსული და საქმის კურსში ხო უნდა ყოფილიყვნენ. მეც უნდათ პირადადაც არიან საქმის კურსში, რომ ჩვენ გვაქვს დემოკრატიული მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების მოპოვების თაობაზე და არა ის, რომ ეხა 26 არ ვიცი დეკემბერს გამოვალ და რევოლუციას მოვაწყოთ. ამის თმაც შესაძლებელი, მაგრამ არ არის სერიოზული, არის გულის მომხანა. ეს არის და ეს. პარტიიდან მაგალითად პარტიაში გაქვთ პრობლემები თუ არ გაქვთ, იმიტომ რომ ამ ორი თვის განმავლობაში მუშაობაზე მეტად ხმები გამოდიოდა, რომ პარტიაში არის პრობლემები, სხვადასხვა დაპირისპირებული ჯგუფები. გადასტურებთ. არის მაგალითად რაღაცა გაქვთ თუ არა, ანუ პარტიაში პარტიის ყველა წევრი თქვენი გუნდის წევრია და ეხლა დღეს თქვენ რაც თქვით, ყველაფერს იზიარებს? თუ აქვთ კითხვები თქვენთან? აქვს კითხვები თქვენთან? ნუ გექნებათ ცდილობა წარმომაჩინონ როგორც არა ეს გადაცემა გამონაკლისი იყო ნამდვილად ჩემს ყურადღებით ძალიან გამონაკლისი იყო ნუ არა უშავს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნუ ესთები წარმოადგენთ როგორც ავტოკრატი და ადამიანი რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს ან არსებობს რაიმე სხვა კონკრეტული უკეთესი სტრატეგიული გეგმა ან ტაქტიკური გეგმა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ან თუ 3-4 ლიდერს ვერავინ ვერ ერევა? როგორ ფიქრობთ, ეხლა ეს ასე არის? რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის ვერც ერთი ლიდერი, ვერც ერთი დეპუტატი, ვერც ერთი აქტიური ამორჩეველი ხო ვერ იქნება კმაყოფილი, სანამ ეს რეალობა არის, რომელშიც ვართ. სანამ ყავს პოლიტიკური პატიმარი ამ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ალბათ გვიყურებენ ახლა ხომ? ვერ ვიქნებით. კი, პრობლემაა ამას თაობაზე არის ნებოთაღელობა, არის ნებოთაღელობა. რა თქმა უნდა, არის და აქვს ამის გარკვეული მიზეზები. ის რომ პირველად სამწუხაროდ აი ამდენი წლის განმავლობაში არ არის კონკრეტულად აი ხელშესახებად არჩევნები. არჩევნების წელიწადი რო ყოფილიყო წელს ან თუნდაც მომდენო წელს უკვე გაწერილად გაზაფხულზე სულ სხვა კლიმატი, სულ სხვა ატმოსფერო იქნებოდა. მაგრამ შეგექმნათ მაშინ ეს კლიმატი ვადამდელი არჩევნების დაყენებით? ვცდილობთ ეკა. ყველაფერს და ძალად ვცდილობდით და ძალიან ახლოს ვიყავით ამ მიზანთან. 2000 მათ შორის 21 წელს. კარგი, ნიკა, ბოლო კითხვას დაგისვა. არის თუ არა შანსი? მე ბევრი ადამიანი შევხვედრი ვარ ამ ხნის განმავლობაში, თქვენ ხვდებით ადამიანებს, ჩვენ ხვდებით ადამიანებს, რომლებიც არ არიან კმაყოფილი თქვენი თავმჯდომარეობით და ფიქრობენ, რომ ახალი არჩევნებია საჭირო იმისათვის, როგორც ჩატარდა თავის დროზე. კარგით, გასაგებია საერთო ოპოზიციურ პრაიმერსზე თქვენი აზრი, მაგრამ პრაიმერსი არის კარგი გამოცდილება ნაციონალური მოძრაობისთვის, თქვენც მიგიღიათ მონაწილეობა, გაგიმარჯვიათ, იმის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი ლეგიტიმაცია პარტიაში არის შესამოწმებელი? თუნდაც ახალი პრაიმერსის რატომ არა? იმიტომ რომ ბევრი ადამიანი თვლის, ახლა Facebook-ზე შეგხვედრია, რომ არ არიან კმაყოფილი თქვენით. რატომ უნდა იქნე? ან მე რატომ უნდა ვიყო კმაყოფილი, ან ნებისმიერი ჩემი უახლოესი მოკავშირე რატომ უნდა იყოს კმაყოფილი, როდესაც მიზანი არ არის მიღწეული ჯერ, ეს ერთი. მეორე, რატომ უნდა გქონდეს იმისი მოლოდინი, რომ ძიმე აი ამ რუსულ ავტოკრატიაში ოპოზიცია, მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია იქნება საუკეთესო ფორმაში. რატომ უნდა გქონდეს ეს მაშინ ასეთი მოცემულობა რო დადგეს, ან შეიძლება როდესმე დადგეს, მაშინ ავტოკრატია ესე იგი არ გქონია, ხო? ეხა ამაზე ხო? ფიქრობ თუ არა, რა შეიძლება? თუკი რამე მემაყენებს შეურაცხყოფას, თუკი რამეთი თქვენ შეგიძლიათ მე მომაყენოთ
შეურაცხყოფა, ასევე გავიმეორებ, ეს არის იმ განცდის დატოვება, არათუ პირდაპირ თქვა, რომ თითქოს ნიკა მელია პარტია ნაციონალურ მოძრაობაში სავარძელს ებღაუჭება. ეს ერთი სავარძელი არ არის, ეს ერთი. მე ვარ ბრძოლაში. პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე მე ვარ 2 წელიწადი. ურთულეს პერიოდში ჩემს კოლეგებთან ერთად. მანამდე მრავალი წელიწადი, კიდევ 2014 წელიწადში პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე არ ყოფილვარ. მაგრამ ხედავდით და მაკვირდებოდით მეგობრებთან ერთად და საერთოდ მე რომ მკითხოთ სტატუსი თავმჯდომარის ნამდვილად არათუ ხელს შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში არ მიწყობდეს ხელს მიშლიდეს კიდევ იმიტომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და თუ კი ამისი განწყობა პარტიაში იქნება პირველი მე შეუწყობ ხელს სწორ მოცემულ კონკრეტულ დროში თქვენ ახლა აი ამ კონკრეტულ ვითარებაში გონიათ ისეთ ჩვენ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში უნდა გავიყოთ რამდენიმე ჯგუფად და პაექრობა გავმართოთ იმ ვითარებაში როდესაც თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისეთი როგორიც არის. ამის დრო მოვა და არაფერი ისე არ მომობილიზებს მე. არაფერი ისე არ მაგზნობიებს მე. რატომაც არა ახალი ლეგიტიმაციის მიღება ხო ახალ ძალას მივიღებ კი ბატონო შეგისრულებთ ამ თხოვნას. ორგანიზებულად თავს არ გზნობ. ვფიქრობ რომ ჩემი ძლიერი მხარეც არის ესაუბრო საზოგადოებას არჩევნების პროცესში, იმიტომ რომ ბევრი მაქვს მეც მათ შორის სათქმელი, მაგრამ ბევრი კი არა, სულ ცოტაც რომ თქვა თქვენს ეთერში ახლა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ახლა არ ითქმის, თქვენ მეტყვით რომ ეს არის სკანდალი, რა და არ არის ეს სკანდალი. როდესაც არჩევნებია და შენ გეძლევა შესაძლებლობა პარტია ნაციონალურ მოძრაობის 100.000 ამორჩეველს ესაუბრო, ეს არის პაექრობა და ამორჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, იმიტომ რომ ვერ მიწვდები ხო 100.000 ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველს. ამიტომ ჩვენთვის ეს ყველაფერთან ერთად მისწრებაც არის და თუ კი გაჩნდება საფუძვლიანი ამისი აუცილებლობა პირველი და ახლა ვაფიქსირე პირველი მე შევუწყობ ხელს თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით არც ნაციონალურ ორჯერ პარლამენტის მანდატი მაქვს მაგიდაზე დადებული და ისე გამოსული ხო თანამდებობა მე არაფერში არ ჭირდება ისე როგორც ნაციონალურ მოძრაობის არც ერთ ლიდერს და როდესაც გეუბნებით რომ წინასწარი განწყობა გაქვთ აი ამ კითხვის სულისკვეთებაში ჩანს, იმიტომ რომ ხა თქვენ ფიქრობთ, რომ ნიკა მელიას ძალიან კარგად იცნობთ, მის კოლეგებსაც იცნობთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის, თქვენ მართლა წარმოგიდგენთ ნაციონალურ მოძრაობაში ოფისში შეყოლ, იქ არის კაბინეტი, სადაც შედიხარ იკეტები და რასაკეთებ. თქვენ უნდათ ჩემი ყოველდღიური რუტინული შრომა ეს არის? ამიტომ ერთ ადამიანსაც თუ ექნება ამის საფუძვლიანი მოთხოვნა თქვენ ერთი დღე დაგვიხასიათეთ როგორ არის ძალიან ბევრ ადამიანთან საუბარი ძალიან ამორჩეველთან ეკა პარტნიორთან მათ შორის პოტენციურ დონორებთან მათ შორის პოტენციურ ვინ პოტენციურ დონორებთან მათ შორის პოტენციურ დონორებთან ეხლა პარტიას სჭირდება ბევრი რამ ხო მათ შორის ყოველდღიურად გადაუწყვეტელი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ ისინი დადგენ ნაციონალურ მოძრაობის გვერდით. ეხლა ვიღაცა თუ ვერ ხედავს სად ხვდებით ამ ხალხს? სხვადასხვა ადგილებში ეკა ეხლა წამოვყევით ერთი დღე მაშინ დილიდან ხვალ მაგალითად. მე რატომ უნდა წამოვყევით? თქვენი პრესსამსახური წაიყვანეთ და გვაჩვენეთ თქვენი ერთი დღე რასაკეთებთ. უბრალოდ თქვენ ამ მომრჩეველს აჩვენეთ, რომელსაც კითხვები. პარტია ნაციონალურ მოძრაობის წიაში ხა მნიშვნელოვანი საკითხების გაშოვა კონსოლიდაცია. ნუ წინ გველოდება ურთულესი ჩემი შეფასებით ალბათ გადამწყვეტი პერიოდი სადაც რაც შეიძლება ადამიანმა უნდა იცოდეს კონკრეტულად რას ვაკეთებთ და თუკი 2 და 3 ახალი პოლიტპატიმარი ამ პარტიას ეყოლება სუსტად მაგას გეკითხებით კონკრეტულად რას აკეთებთ თქვენ ან რა გააკეთებთ მეტი საკითხვა თქვენთან არა მაქვს ტონით საუბარიო პოლიტპატიმრები თუნდაც მელიან ვიღაცები რატო ვერ გამოიყვანეთ ხელი უნდა შეუწყოთ წინ ურთულესი პერიოდი გველოდება ეკა და მე არა თქვენ თვითონ ამბობთ რომ კონკრეტულად უნდა ვთქვათო რას ვაკეთებთ და მაგას გეკითხებით ზუსტად კონკრეტულად რას აკეთებთ მეთქე გითხარით აი ეხლა პარტია ნაციონალური არა სულ ემზადებით ნიკა მაგრამ არის მოსამზადებელი პერიოდი შემდეგ არის ამ მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ შემუშავებული გეგმის განხორციელების პერიოდი ხო შეიძლება მოსამზადებელი პერიოდი ვრცელდებოდეს შეიძლება სანამ ჩვენ არ ვიგრძნობ და მე პირადად იმიტომ რომ თქვენსგან განსხვავებით კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და უნდა ვიცოდე კონკრეტიკას ეხა რატო პასუხობდით კონკრეტიკას რატო პირდებით მაყურებელს დიდია
წარმატების როცა მოსამზადებელი სამუშაოები არის კარგად ჩატარებული და სწორი პერიოდი, სწორი მომენტუმი და სწორი წალღაა შესარჩევი და არა უბრალოდ აქტიობისთვის განსახორციელებელი და ამის მიღმა ვებერთელა შრომა დგას თქვენ არ ემზადებით გადაცემისთვის ხო პირდაპირ ხო არ მოდიხართ ეხლა საათნახევარი გადაცემაში ხართ წარმოდგენილი პირდაპირ ეთერში ეს ხო არ არის თქვენი პროფესია ეკა რას აკეთებს დღის განმავლობაში ამ კითხვას ვარ დაგისვით არა რას ვაკეთებ ჩანს ჩემს კითხვებში საერთაშორისო გადაცემა რომ მიყვებს ჩანს ჩემ კითხვებში რას ვაკეთებ კითხვებში ისე არ გავაკეთოთ უახლოეს პერიოდში მე და თქვენ ერთმანეთისთვის თქვენ განსაკუთრებით მართლაც გეუხერხულოთ შეხვედრა ჩემთან და ჩემს კოლეგებთან აი ძიმე პერიოდი გველოდება მეთქი ქვეყანაში გეუბნები. თქვენთან შეხვედრა რატომ უნდა მეუხერხოთ? ის რასაც შეიძლება ახლა ვერ საუბრობ და რისთვისაც ვემზადებით. ანუ რას მელაპარაკებით? საერთოდ რა კატეგორიებით მელაპარაკებით? ჩემთან შეხვედრა არ შეთვალებში შემოხედვა არ შეიძლება. არა, თქვენ ეჭვი გეპარებათ და ნაციონალური მოძრაობა არ ემზადება. თქვენ იმ კითხვაზე სვამთ პრაიმერისი რატო არ გაიმართაო? თქვენ იმ კითხვასაც სვამდით ამ კი, არის თუ არა საჭირო, როდესაც ამდენი უკმაყოფილო გყავთ გარშემო, ამდენი კითხვა ისმება თქვენ შესახებ. არის თუ არა აუცილებელი რომ თქვენი ლეგიტიმაცია ხედა ისევ იქნება ამისი აუცილებლობა ან ვერ დაადასტუროთ. მაგრამ აი ჟურნალისტ პოლიტიკოსი ელაპარაკებოდეს კითხვების გამო რომ თვალებში ვეღარ შემოხედავ ჩემთან ქუჩაზე რომ დამინახავ მეორე მხარეს ჟურნალისტები იცით წინასწარი განწყობით ხართ შეიარაღებული ეხლა სამწუხაროდ და როგორ ამიზეზით არის განპირობებული ახლა არც მინდა და არც ვიცი და არც არის არც გეცოდინებათ იმიტომ რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს მე ვარ ჟურნალისტი რომელიც კითხვას სვამს ახერხებთ შეურაცხყოფის მოყენებას თუ კი ფიქრობთ რომ ნიკა მელია პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სავარძელზე არის ძალიან სამწუხაროა ბატონო ნიკა ძალიან სამწუხაროა როდესაც კითხვების დასმას აღიქვევთ შეურაცხყოფად. როდესაც კითხვების დასმას ეს არის და ეს უკვე ეს არის კითხვა. ეს ამას აკეთებთ ოპოზიციაში და წარმომიდგენია რას გააკეთებთ ხელისუფლებაში. როდესაც დღეს თქვენ კითხვებზე ხართ აგრესიულად განწყობილი კითხვების გამო არც ერთი კითხვა არ მელია მოვიდეს საქალაქო სასამართლოში სააპელაციო პასუხი გაგზეს ნიკა გვარამიას პროცესზე რატო არ დადის და საერთოდ ნაციონალურ ჩემი ფორმულირება არ ყოფილა ეს რომ ერთი მელია მოვიდეს მე ასეთი ფორმულირება თქვენგან განსხვავებით არ მაქვს და მე კითხვა დავსვი რატომ არ დადიოდით ნიკა მელიას სასამართლოზე არა მოვალ და პასუხს გაგცემს რატო არ დადიოდა და აქ ეხა მაყურებელმა გადაწყვიტოს იგრძნობა თუ არა თქვენი განწყობა რომელიც ძალიან უცნაურია რომ ყოფილი პოლიტპატიმარი ახლანდელი პოლიტპატიმრის სასამართლო პროცესებზე რო არ დადიოდით ხუთი პროცესი იყო მერე და ვერ მოვახერხე დიახაც ბოლოს იმიტომ ირო თქვენ მაიძულეთ მოსვლა ხო რა ვიცი მანამდე ხო კარგად ზანდებოდეთ ეკა და კარგად სანამ მოკლედ ბოლო კითხვა არა მე თქვენი ასე ვთქვათ ტონალობა არის თქვენი პრობლემა მე ბოლო კითხვა მე კითხავს პარტიული ინტერესი მე კითხავს დაგისვამთ რომელიც ყველას აინტერესებს იბრძვით 24-ის ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რეჟიმის დამარცხება და კიდევ ერთ გეუბნებით მე წარმოვადგენ იმ პარტიას რომელმაც ბევრი გაიღო და ახლაც იღებს და მაპატიეთ თუ ვერ მივიღებ თქვენსგან თუნდაც ჟურნალისტისგან ამ ტონალობაში ამ პრეტენზიული ასე თქვათ სულისკვეთებით საუბარს რომ რატო არ დამარცხდა ბიძინა ივანიშვილი დღემდე მე თქვენთვის არ მეკითხა მე გეკითხებით რას აკეთებთ მეთქი მეც გიპასუხეთ რასაც ვაკეთებ კარგით ხო ვერ მიპასუხეთ სამწუხაროდ მე მგონი იმიტომ რომ მე თქვენ მითხარით რომ აი ამერიკაში მივდივართ თქვენი შეფასება კარგით ეხლა ბოლო კითხვა აი დღეს გიორგი მშვენიარაძემ თქვა რომ პარტიებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხს გააგებინონ და სიცხადე შემოიტანონ თქვენ რისთვის იბრძვით ეხლა 24 წლის არჩევნებისთვის თუ ვადამდელი არჩევნებისთვის რომელიც ფაქტობრივად ჰაერშიც აღარ ტრიალებს ეს მოთხოვნა ამით დავასრულოთ თუმცა ვისაუბრეთ პარტია ნაციონალური მოძრაობის და იმედია რომ ბევრი პარტია იქნება ვადამდელი არჩევნები ბევრი სამართლიანი მიზეზის გამო დაწყებული დასავლური დავალების 12 პუნქტის სახით მოცემული ვერ შესრულების
ალბათობა, რომელიც მაღალია, რომ გავანეიტრალოთ ეს საფრთხე და ქვეყანამ შანსი შეინარჩუნოს, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, გაგრძელებული პოლიტპატიმრების დახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის ორი პრიორიტეტული საკითხი და 2024 წლამდე ეს საკითხები ვერ ითმეს, მაგრამ ამ გზაზე ველოდება ძალიან მძიმე პოლიტიკური ორთაბრძოლები და ჩემი სურვილია ითის დავიწყებით და დავასრულებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ არა ნიშნის მოგებაზე ორიენტირებული ერთმანეთისთვის, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი არის. მით უფრო, როდესაც სიმართლის მარცვალიც არ არის, მომიტევეთ ამას ვსაუბრობ თქვენს კითხვებშიც, ხომ? ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს გაუღვივოთ პესიმისტური განწყობები და ამ ყველაფერს უსმინოს ასობით ასასმა საქართველოს მოქალაქე. 24 წლამდე ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება რო ქონდეს და ეს ფუფუნება რო არსებობდეს, არაფერი გარდა იმისა უკეთესი არ იქნებოდა. და თუ ვადამდელი არჩევნების გულხელ დაკეპილი ვემზადებოდნენ მხოლოდ საარჩევნო პროგრამისთვის და მხოლოდ კამპანიური შეხვედრების. არჩევნებს ვერ მიაღწევს. ეს შესაძლებელია, მოხდეს შესაძლებელია, არ აიღებს თუ არა პასუხისგებლობას როგორც პოლიტიკური ლიდერი. პასუხისგებლობას არ გავქცეულ ვარ. და არც გავექცევი, მაგრამ რადგან თქვენი იდეა არჩევნებს უნდა მივახციოთ, ეს არის თქვენი გეგმა. თუ ვერ მიაღწიეთ ამ გეგმას, იღებთ თუ არა პასუხისგებლობას პასუხისგებლობის პოლიტიკური ლიდერი. პასუხისგებლობა არა, ყველაზე რთული აღმოჩნდა. არა, ვისთვის? პოლიტიკოსებისთვის. არა, ნუ ფიქრობთ ასე ხა, ნუ გვადარებთ მაგალითად სხვა პოლიტიკურ პარტია, რომელმაც პოლიტიკური პასუხისგებლობა 2012 წელს აიღო. რაც ძალიან რთული იყო, მე წარმომიდგენია, მაგრამ აიღო. მიშა სააკაშვილმა აიღო ეს პოლიტიკური პასუხისგებლობა, მაგრამ ხო, გასაგებია და თქვენის პასუხისგებლობა კარგი და დაიღო. თქვენი ლეგიტიმურობა საკუთარ პარტიაში შეამოწმეთ. ეხლა რას ეუბნებით ერთი წუთით? ეხლა უკრაინელ ჯარისკაცებს ოფიცრებს თუ შეიძლება ეს მაგალითად მოვიყვანო, ან რომელიმე 100 თაურს ან 20 თაურს უხმოთ და უთხრათ რომ რუსებს თუ ვერ დაამარცხებ, შენ აი ამ მომდენო 6 თვის განმავლობაში აიღე პასუხისგებლობას თუ არა. ჩემთვის დაახლოებით ახლა თქვენ ისევე იბძვით, როგორც ახლა უკრაინელი ჯარისკაცები, ისევე იბძვით, როგორც თქვენ ახლა ისევე იბძვით, როგორც უკრაინელი ჯარისკაცები. არა, ახლა ისევე იბძვით. ამ სულისკვეთებით ვიბძვით. არა, სულისკვეთება მე არ მაინტერესებს, ქმედება მაინტერესებს. არა, დაახლოებით ისას ნიშნავს. უკრაინელ ჯარისკაცებს აძარებთ ახლა თქვენ თავს. სფეროში მე არ შევდივარ ეკა. როგორც შეუძლებელია რუს როდის დაამარცხებს. ამაზე შენ ჩამოვართვა სიტყვა, თუნდაც პირდაპირ ეთერში ნებისმიერ პოლიტიკოს, ეს მომიტევეთ და არის ღრმად არასერიოზული, პირდაპირ გეუბნები. ღრმად არასერიოზულია, როდესაც ვადამდელ არჩევნებს აცხადებ და მე არაფერს არ აკეთებ ამისთვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ნახოთ, მე ძალიან ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ, თუ თქვენ ვადამდელი არჩევნების დანიშნვას შეძლებთ, მხოლოდ გულშემატკივარი ვიქნები ამ საქმეში თქვენთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ვისურვებთ, რომ ოპტიმიზმი ყველა მაქსიმალურ ქართულ ოჯახში შევიტანოთ. ოპტიმიზმი არის ის, როდესაც ასე პირდები იმას აკეთებ, ეს არის ოპტიმიზმი. ეკა, თქვენ 2000 პირდაპირ გეუბნებით 22 წელს ვართ ახლა ჩამოყალიბებულ ძირ ღრმად ფესვებში გამდგარ რუსულ რეჟიმს ვებძვით. და კი ბატონო ვერ დამარცხდა დღემდე და თუ ამის გამო მე პასუხს გთხოვთ, კი ბატონო, გაგცემთ. მე გეკითხებით, რას აკეთებთ მეთქი? მე არაფერს პასუხს არ გთხოვთ. მე გეკითხებით კონკრეტულად და ამ მთელი ამ 1 საათსა და 20 წლის განმავლობაში უბრალოდ მხოლოდ გეკითხებოდით, რას აკეთებთ? უამრავი სამუშაოები ხორციელდება, რას აკეთებთ? ნიკა, გასაგებია, მაყურებელმა შეაფასოს 19 წლამდე. მიპასუხეთ თუ არა. მე გეკითხებით სექტემბრიდან მოყოლებული, რას აკეთებთ? მე არ მithქვამს, მე არც თქვენი თავის დროზე ყველაფერი რისთვის ემზადება ნაციონალური მოძრაობა და რა ტიპის სამუშაოებს წერს და საზოგადოება, როდესაც თქვენის დახმარებით და მეშვეობით გაიგებს ამას, მაგრამ ამას ჩათვლის პარტია ნაციონალური მოძრაობა, როდის არის ის ორი მომენტი, როდესაც უნდა ვისაუბროთ უფრო ბევრი და გადავდგეთ კონკრეტული ნაბიჯები. ეს არის და ეს ახლა. რამდენჯერს არ უნდა მკითხოთ. რა აკეთებთ? პასუხი ყოველთვის დაუკმაყოფილებელი იქნება. არადამაკმაყოფილებელი, სანამ ბიზინა ივანიშვილია იქ. არაფერი, ფასი არაფერს არ აქვს, სანამ ბიზინა ივანიშვილი არის იქ, სადაც არის. ჩემთვის საქმე იქნება მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დიახაც დაიმსხვრევა.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ვიყავით ჩემთან ერთად. ეს იყო ნიკა გვარამია. ნიკა მელია, მე მგონი კარგი ნიშანია, რომ უკვე მეორეც წამომწდა ნიკა გვარამია. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ვნახოთ ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა.